პარიზის არქივებში 1927 წელს აღმოაჩინეს ნოე ჟორდანიას პირადი დღიურები, რომლებიც 20 წლის განმავლობაში დალუქული ყუთში იდო. ამ დღიურებში არის ფრაზები, რომლებიც არასოდეს არ უნდა ყოფილიყო დაწერილი საჯაროდ იმედგაცრუებული ადამიანის აღსარებები, რომელმაც თავისი ქვეყნის თავისუფლების სიმბოლოდ გარდაქმნა, მაგრამ საკუთარ თავს ვერასოდეს პატია. ერთ-ერთ ჩანაწერში იგი წერს 30-იან წლებში, ყოველ დილით ვიუძებ იმ ფიქრით, რომ დღეს შეიძლება იყოს ის დღე, როცა საქართველო თავისუფალი გახდება და ყოველ საღამოს ვიძინებ კიდევ ერთი დამარცხებული იმედით. რატომ ამ დღიურებმა 20 წელი უნდა დალოდოს გამოსაქვეყნებლად? რა არის დაწერილი იმ გვერდებზე, რომლებიც ფრანგული საიდუმლო სამსახურის მიერ იქნა ამოღებული? და რატომ თავად ჟორდანიამ უბრძანა თავის ოჯახს, რომ ეს დღიურები არ გაეხსნათ მის სიცოცხლეში? 21 მარტის გამთენია 1921 წელს, როცა ნოე ჟორდანია, საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, უკანასკნელად დგას ბათუმის ნავსადგურში. ის კარგად იცის, რომ ეს არ არის დროებითი გამგზავრება, ეს არის დანებება და ასეთი დანებება, რომელსაც ადამიანი საკუთარ თავს არასოდეს ირჩევს, არამედ გარემოებები აიძულებენ. წითელი არმია უკვე თბილისის გარეუბნებშია და იტალიური გემი, ანჯელო მარკუცი არის ბოლო შანსი, რომ სიცოცხლეში დარჩეს. მაგრამ რას ნიშნავს სიცოცხლეში დარჩენა, როცა ტოვებ ყველაფერს, რისთვისაც იბრძოდი 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში? მასთან ერთად გემზე ადის მთავრობის წევრები, საქართველოს დამფუძნებელი კრების დეპუტატები, ინტელექტუალები, ასობით ადამიანი, რომლებსაც სჯერათ, რომ ეს გამგზავრება იქნება მოკლევადიანი. ისინი დარწმუნებულნი არიან, დასავლეთი ვერ მისცემს საქართველოს რუსეთის ბოლშევიკური ოკუპაციის უფლებას, ევროპული სახელმწიფოები, რომლებმაც დე იურე აღიარეს საქართველოს დამოუკიდებლობა, ჩაერევიან და გაათავისუფლებენ მათ სამშობლოს. გემიდან უკან იხედება ჟორდანია და ხედავს ქალაქს, რომელიც ოდესღაც იყო თავისუფალი საქართველოს უკანასკნელი სასოფლო. ბათუმის ნავსადგური ნელ-ნელა იკარგება ჰორიზონტზე და მასთან ერთად იკარგება ის, რისთვისაც იგი იბრძოდა მთელი თავისი პოლიტიკური კარიერა. ის იხსენებს 1921 მაისს, როცა დამფუძნებელმა კრებამ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა, იხსენებს თბილისის ქუჩებში მიმავალ ხალხს, რომელიც ზეიმობდა და სჯეროდა, რომ დაბრუნდნენ სამშობლოში, რომელიც მათთვის 100 წლის განმავლობაში იყო დაკარგული. მაშინ, სულ 2 წლის წინ, ყველაფერი შესაძლებელი ჩანდა, ახალი დემოკრატიული სახელმწიფო კავკასიაში, სოციალ-დემოკრატიული იდეალები, რომლებიც რეალობად იქცეოდა, აგრარული რეფორმა, რომელიც მიწას გლეხებს უბრუნებდა. მაგრამ ახლა ყველაფერი ეს რჩება წარსულში და მომავალი არის ბნელი უცნობობა კონსტანტინოპოლში. სადაც გემი მიემართება? კონსტანტინოპოლში ჟორდანია პირველად გრძნობს ემიგრანტის მწარე გემოს. ეს არის განსხვავებული ფსიქოლოგიური მდგომარეობა, შენ აღარ ხარ პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც მილიონობით ადამიანი მიჰყვება, არამედ თავშესაფრის მაძიებელი, რომელიც დამოკიდებულია უცხო სახელმწიფოების კეთილნებაზე. თურქეთის ხელისუფლება არ სურს ბოლშევიკური რუსეთის გაბრაზება და არ იძლევა საქართველოს ემიგრაციული მთავრობის გრძელვადიანი დაშვების ნებართვას. ჟორდანია ხვდება, რომ მათ სჭირდებათ ევროპული დედაქალაქი, სადაც შეძლებენ თავიანთი ბრძოლის გაგრძელებას დიპლომატიურ არენაზე. პარიზი ხდება ბუნებრივი არჩევანი, საფრანგეთი ყოველთვის იყო საქართველოს დამოუკიდებლობის მომხრე და საფრანგეთმა პირველმა აღიარა დე იურე საქართველოს სახელმწიფოებრიობა 1921 წლის იანვარში, სწორედ რამდენიმე კვირით ბოლშევიკური შემოსევამდე. როცა 1921 წლის ივნისში ჟორდანია ჩადის პარიზში, ის სჯერა, რომ ეს იქნება დროებითი ბაზა, საიდანაც ისინი მოაწყობენ დაბრუნებას სამშობლოში. პარიზის ცხოვრება ემიგრაციაში იწყება მცირე ბინაში რუდელაგასის 93 ნომერში, ლათინური კვარტალის გულში. ეს არ არის ის სახლი, სადაც მინისტრთა თავმჯდომარე ცხოვრობს, მაგრამ ჟორდანია არ აქვს არჩევანი, ემიგრაციული მთავრობის ფინანსები შეზღუდულია და მათ სჭირდებათ ყოველი ფრანკი დიპლომატიური საქმიანობისთვის. ამ ბინაში იგი მუშაობს 18 საათამდე დღეში, წერს მემორანდუმებს ევროპის სხვადასხვა მთავრობებისთვის, ეძებს შეხვედრებს პოლიტიკოსებთან, ცდილობს მოიხოჭოს მხარდაჭერა საქართველოს საკითხისთვის. მისი რუტინა ხდება თითქმის მანიაკალური, დილით 8 საათზე ადგება, 10 საათამდე კითხულობს ევროპულ გაზეთებს, ეძებს ნებისმიერ ხსენებას საქართველოს ან სხვა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, შემდეგ იწყებს წერას, წერილები, მემორანდუმები, სტატიები საზღვარგარეთის პრესისთვის. მას სჯერა, რომ თუ ევროპა გაიგებს ბოლშევიკური ოკუპაციის სიმძიმეს, თუ გაიგებს, რომ საქართველო იყო დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც იცავდა ადამიანის უფლებებს და ატარებდა პროგრესულ რეფორმებს, მაშინ დასავლეთი ვერ დარჩება გულგრილი. მაგრამ ევროპა აღმოჩნდება გაცილებით უფრო ცინიკური, ვიდრე ჟორდანია ელოდა.
1922 წელს საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და იტალია იწყებენ მოლაპარაკებებს საბჭოთა რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის შესახებ. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ევროპა გაჭირვებული და დაღლილია და ბიზნესისთვის მნიშვნელობა აქვს რუსეთის ბაზრებთან წვდომას, არა მცირე კავკასიური ერების დამოუკიდებლობის პრინციპებს. ჟორდანია გრძნობს როგორ ქრება მათი საკითხი დიპლომატიური დღისწესრიგიდან, როგორ წყდება შეხვედრები, რომლებიც რამდენიმე თვის წინ იყო მოწყობილი მაღალ დონეზე. 1923 წელს საფრანგეთი აღიარებს დე ფაქტო საბჭოთა რუსეთს, რაც პრაქტიკულად ნიშნავს, რომ პარიზი მიატოვებს საქართველოს საკითხს. როცა ჟორდანიას აცნობებენ ამ გადაწყვეტილებას, იგი პირველად უშვებს ფიქრს, რომ შეიძლება მათი ბრძოლა იყოს წინასწარ წაგებული, მაგრამ ამ ფიქრს მაშინვე დევნის თავიდან, არ შეიძლება, მან უნდა გააგრძელოს ბრძოლა, რადგან ათასობით ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ ოკუპირებულ საქართველოში ცხოვრობს, სჯერა მას და ელოდება თავისუფლებას. ემიგრაციული მთავრობა, რომელსაც ჟორდანია ხელმძღვანელობს, ცდილობს შექმნას ლეგიტიმურობის ილუზია. ისინი რეგულარულად იკრიბებიან, იღებენ გადაწყვეტილებებს, ამტკიცებენ კანონებს, რომლებსაც არავინ არ ასრულებს. ეს არის უცნაური თეატრი, მინისტრები უსამინისტროდ, პრეზიდენტი უქვეყნოდ, კანონები უხალხოდ. ჟორდანია ხვდება ამ აბსურდს, მაგრამ აგრძელებს მონაწილეობას, რადგან ცნობს, როგორც კი ისინი შეწყვეტენ ამ პროცედურების შესრულებას, როგორც კი ისინი უარს იტყვიან ემიგრაციული მთავრობის არსებობაზე. ეს იქნება საბოლოო დანებება. 1924 წელს ემიგრაციული მთავრობა ქმნის საქართველოს რესპუბლიკის საელჩოს პარიზში, თუმცა საფრანგეთი არ აღიარებს მას ოფიციალურად. ეს საელჩო არის მცირე ოთახი მონპარნასის კვარტალში, სადაც ყოველდღიურად კრებს ემიგრანტები, ხავას სვამენ და ლაპარაკობენ იმაზე, როგორ დაბრუნდებიან სამშობლოში. ჟორდანია იზიარებს მათ განწყობას საჯაროდ, მაგრამ პირადად თავის დღიურებში იწყებს ეჩვის გრძნობას, რა იქნება, თუ ეს დაბრუნება არასოდეს არ მოხდება. საქართველოში დარჩენილი ოჯახის წევრები წერენ წერილებს, რომლებიც თვეების განმავლობაში მოდის პოსტით. ჟორდანიას უმცროსი ძმა მიხეილი წერს 1924 წელს, აქ ვითარება რთულდება ყოველდღე, უსაფრთხო აღარაფერია, ადამიანები ქრებიან ღამით და აღარ ბრუნდებიან, მაგრამ ჩვენ ველოდებით შენს დაბრუნებას. ეს წერილები არის ტანჯვა ჟორდანიასთვის, ყოველი სიტყვა აფიქრებინებს, რომ მან დატოვა ოჯახი, დატოვა ხალხი, რომელიც მას დაეყრდნო. თუმცა რა სხვა არჩევანი ჰქონდა? თუ დარჩებოდა, ბოლშევიკები დააპატიმრებდნენ მას და დახვრეტდნენ, როგორც ეს მოხდა სხვა მენშევიკურ ლიდერებთან, რომლებმაც არ შეძლეს გაქცევა. პარიზიდან ყველაფერი უფრო მტკივნეულად გამოიყურება, იქ ის შეიძლება არაფერს არ გააკეთოს მათი დასახმარებლად, მაგრამ მაინც არ შეუძლია მათი დავიწყება, მაგრამ აქ ის შეუძლია მაინც მოიმოქმედოს დიპლომატიურ არენაზე, თუმცა ეს მოქმედება თითქმის უშედეგოა. 1925 წელი მოაქვს პირველი დიდი იმედგაცრუება. ლოკარნოს კონფერენციაზე, სადაც ევროპული სახელმწიფოები ადგენენ ხელახალ საზღვრებს და უსაფრთხოების პრინციპებს, საქართველოს საკითხი საერთოდ არ განიხილება. ჟორდანია ცდილობს მოიპოვოს მოსმენის უფლება, წერს მოთხოვნებს კონფერენციის ორგანიზატორებს, მაგრამ მას პასუხად შემოთავაზებული სიტუაცია, თქვენი საკითხი არ შედის ამ კონფერენციის მანდატში. ეს არის დიპლომატიური ენა უარის თქმისთვის. და ჟორდანია კარგად ხვდება მას. პირველად 5 წლის განმავლობაში იგი განიცდის სრულ უძლურებას, მან შეუძლია გააპროტესტოს, წეროს, ილაპარაკოს, მაგრამ არავინ არ უსმენს. ევროპა უკვე გადაწყვიტა, რომ საქართველო არის რუსეთის შიდა საქმე და დასავლეთი არ აპირებს ჩარევას. როცა იგი ბრუნდება პარიზში ლოკარნოდან, ოთახში საათების განმავლობაში დგას ფანჯარასთან და უყურება გარეთ, ხალხი ატარებს ჩვეულებრივ ცხოვრებას, არავინ არ ფიქრობს საქართველოზე ან მის ტკივილზე და ამ მომენტში იგი გრძნობს უკიდურეს მარტოობას. მაგრამ ჟორდანია არ შეწყვეტს ბრძოლას. ის იწყებს ახალ სტრატეგიას, თუ დიპლომატიურ არენაზე მათ ვერ ეძლევათ მოსმენის უფლება, მაშინ ისინი მოახდენენ საზოგადოებრივი აზრის გავლენას პრესის საშუალებით. 1926 წელს იგი იწყებს საქართველოს რესპუბლიკის გაზეთის გამოცემას პარიზში, რომელიც ქართულ ენაზე გამოდის და ცდილობს ინფორმირება გაუწიოს ემიგრაციას საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. გაზეთის ყოველი ნომერი არის 4-6 გვერდი, რომელიც სავსეა იმედით და მწარე რეალობით, ერთი მხრივ სტატიები დასავლეთის მოწინავე დემოკრატიულ პრინციპებზე, მეორე მხრივ ამბები საბჭოთა რეპრესიების შესახებ საქართველოში. ჟორდანია თვითონ წერს სარედაქციო სტატიებს, რომლებშიც ცდილობს შეინარჩუნოს ემიგრანტების მორალი, მაგრამ მისივე სიტყვებში იგრძნობა სულ უფრო მზარდი სავალალობის შეგრძნება. 1927 წელი არის გარდამტეხი მომენტი, საქართველოში იქმნება ამბოხება ბოლშევიკური ხელისუფლების წინააღმდეგ და პარიზის ემიგრაცია აღფრთოვანებულია.
ამბები მოდის, რომ სამეგრელოსა და გურიაში გლეხები აიღებენ იარაღს, რომ მათ ექნებათ მხარდაჭერა საქართველოს სხვა რეგიონებში. ჟორდანია იწყებს საგანგებო ხტომებს ემიგრაციული მთავრობის წევრებთან, არის თუ არა შესაძლებელი, რომ დასავლეთი ახლა გამოიყენოს ამ სიტუაციას ჩასარევად. ისინი წერენ სასტრაფო წერილებს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის, საფრანგეთის მთავრობისთვის, იტალიის დიპლომატებისთვის. ეს არის მომენტი, როცა თქვენ შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ საქართველოს თავისუფლებას. მაგრამ პასუხები, როდესაც ისინი მოდის, არიან მკაცრად გაცივებული, დასავლეთი არ აპირებს ჩარევას რუსეთის საზღვრებში მიმდინარე შიდა კონფლიქტში. ამბოხება ამოიწურა 2 კვირის განმავლობაში, ბოლშევიკების რეპრესიები მომდევნო თვეებში იშლება საშინლად და სისასტიკით. ჟორდანიას მოდის ანგარიშები, ასობით, შესაძლოა ათასობით ადამიანი დააპატიმრეს, გადააგზავნეს, ან უბრალოდ გაქრა. იგი ხვდება, რომ ამ ამბოხების შედეგად საქართველოში ოკუპაცია მხოლოდ უფრო მკაცრი გახდა და ამ მკაცრი რეალობის გარკვეული პასუხისმგებლობა აწევს მასზეც, რადგან მისი პარიზიდან გავლენა ხალხს აფიქრებინებდა, რომ დასავლეთი მხარს დაუჭერდა მათ. მაგრამ დასავლეთი არაფერი გააკეთა. რატომ ჟორდანია არ შეწყვეტდა თავის საქმიანობას 1927 წელს, როცა თვალსაჩინო გახდა, რომ დასავლეთი არ აპირებდა საქართველოს დახმარებას? რატომ გააგრძელა იგი ემიგრაციული მთავრობის ხელმძღვანელობა, როდესაც ყველა დიპლომატიური კარი დახურული იყო? რა იყო ის, რაც ინარჩუნებდა მის სულში იმედს მომდევნო 6 წლის განმავლობაში, ილუზია თუ რეალური რწმენა, რომ ისტორია შეიძლება შეიცვალოს? 1928 წელი მოაქვს ახალი გამოწვევები, რომლებიც აძლიერებს ემიგრაციაში საერთო სასოწარკვეთილების განწყობას. საბჭოთა კავშირი იწყებს პირველ 5 წლებს და მასთან ერთად კოლექტივიზაციას, რომელიც განსაკუთრებით მძიმედ სცვდება საქართველოს სოფლებს. ინფორმაცია, რომელიც აღწევს პარიზს, არის კოშმარული. გლეხები იძულებული არიან დატოვონ თავიანთი მიწები და შეუერთდნენ კოლექტიურ მეურნეობებს. წინააღმდეგობის შემთხვევაში მათ აპატიმრებენ ან გადააგზავნებენ სიბირში. ჟორდანია იღებს წერილებს საქართველოდან, რომლებიც აღწერს შიმშილის დაწყებას, კულაკების რეპრესიებს, ეკლესიების დახურვას. ერთ-ერთ წერილში მისი ძველი მეგობარი, რომელიც რჩება თბილისში, წერს: შენ კარგად გააკეთე, რომ წახვედი, რადგან აქ ყველაფერი, რისთვისაც ვიბრძოდით, დაიძაბება და განადგურება. ეს წერილები არის ფსიქოლოგიური წამება ჟორდანიასთვის, მას სურს გააკეთოს რაიმე, მაგრამ მისი შესაძლებლობები შემოიფარგლება მხოლოდ წერით და პროტესტის გამოხატვით, რომელსაც არავინ არ უსმენს. ემიგრაციული მთავრობის შიდა კონფლიქტები იწყება 1929 წელს. ზოგიერთი წევრი იწყებს საეჭვობით იმაში, არის თუ არა აზრი ამ თეატრის გაგრძელებაში. ისინი ფიქრობენ, რომ შეიძლება უნდა ინტეგრირდნენ საფრანგეთის საზოგადოებაში, იპოვონ მუშაობა, იცხოვრონ ჩვეულებრივი ცხოვრება. არა, ეს მარადიული მოლოდინის მდგომარეობა. ჟორდანია ამ დისკუსიებში რჩება ურყევი, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ლეგიტიმურ მთავრობას და თუ ჩვენ შევწყვეტთ ამას, საბჭოთა პროპაგანდა იტყვის, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა იყო ერთჯერადი ეპიზოდი, რომელიც თავად მისმა ლიდერებმაც დაივიწყეს. მისი შეუპოვრობა აიძულებს ბევრს, რომ დარჩნენ, მაგრამ ზოგიერთი მაინც ტოვებს ემიგრაციულ მთავრობას და იწყებს ცალკე ცხოვრებას. ეს არის პირველი ნამდვილი ბზარი ემიგრაციული სოლიდარობის ფასადში და ჟორდანია ხვდება, რომ მისი უმთავრესი ბრძოლა ახლა არის არა დასავლეთთან, არამედ საკუთარ თანამებრძოლებთან, როგორ შეინარჩუნოს მათი რწმენა და ერთიანობა. 1930 წლის დასაწყისი მოაქვს პირად სირთულეებს. ჟორდანიას ჯანმრთელობა იწყებს გაუარესებას, მას უჩნდება გულის პრობლემები, რაც არ არის მოულოდნელი 6 წლის მუდმივი სტრესის შემდეგ. ექიმები ურჩევენ დასვენებას, მაგრამ როგორ შეუძლია დასვენება მას, როცა ის გრძნობს? რომ დატოვა თავისი ხალხი და ახლა მაინც უნდა აგრძელოს ბრძოლა მათი ინტერესებისთვის. იგი აგრძელებს მუშაობას ამავე ინტენსივობით, მაგრამ მისი სახეზე უკვე ხედავთ ღრმა დაღლილობის ნიშნებს. პარიზის ემიგრანტები, რომლებიც ხვდებიან მას ქუჩაში, ამბობენ, რომ იგი მოხუცდა 15 წლით ბოლო 6 წლის განმავლობაში. მისი თმები თეთრია, სახე გამხდარი და თვალებში არის ის გამოხედვა, რომელსაც ადამიანები უწოდებენ იმედგაცრუებულის მზერას. მაგრამ მაინც ყოველდილით იგი ადგება, აკეთებს ჩვეულებრივ რუტინას და აგრძელებს საქმიანობას, თითქოს არაფერი არ შეცვლილა. 1931 წელს ხდება მოვლენა, რომელიც კიდევ უფრო ამძიმებს ჟორდანიას ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. იაპონია იწყებს აგრესიას მანჯურიაში და საერთაშორისო საზოგადოება ძალიან სუსტად რეაგირებს. ჟორდანია ხედავს ამ მოვლენაში პარალელს საქართველოს სიტუაციასთან, როდესაც ძლიერი სახელმწიფო იჭრება სუსტში, დასავლეთი კეთებს პროტესტებს. მაგრამ არაფერს არეალურად.
ეს განმეორებადი პატერნი აფიქრებინებს მას, რომ საერთაშორისო სამართალი და კოლექტიური უსაფრთხოება, რომლის შესახებაც ევროპელი პოლიტიკოსები ლაპარაკობენ, რეალურად არის ფასადი. ამ გაგებამ კიდევ უფრო ღრმა იმედგაცრუება მოაქვს, თუ იაპონიას შეუძლია უსასტიკად შეუტიოს ჩინეთს და არავინ არ აჩერებს, რა შანსი აქვს საქართველოს, უფრო მცირე და ბევრად უფრო შორეულ ქვეყანას, რომლის შესახებაც დასავლეთი თითქმის დაივიწყა. მაგრამ ამ შეკითხვას ჟორდანია პასუხს არსებს ხმამაღლა, რადგან იცის, რომ საჯარო სკეპსისი გაანადგურებს იმ უკანასკნელ იმედს, რომელიც ემიგრანტებს აქვთ. 1932 წელს ჟორდანია იწყებს ფიქრს, რომ შეიძლება დროა დაწეროს თავისი მემუარები და ფიქსიროს საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორია, რათა მომავალმა თაობებმა იცოდნენ, რაც მოხდა. იგი იწყებს წერას, მაგრამ პროცესი ხდება განსაკუთრებით ტკივილიანი, ყოველი გვერდი აფიქრებინებს მას. რა იყო და რა დაიკარგა? როცა წერს 1921 წლის მაისის შესახებ, როცა საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა, ის ხსენებს იმ ენთუზიაზმს, იმ რწმენას, რომ ისინი აშენებდნენ ახალ სამყაროს. როცა წერს 1924 წლის თებერვალს, როცა წითელი არმია შევიდა თბილისში, ის ხსენებს უძლურებას, რომელიც იგრძნო მაშინ. მემუარების წერა ხდება თერაპია, მაგრამ ასევე წამება, რადგან ყოველი სიტყვა აღნიშნავს, რომ მისი ცხოვრების უდიდესი მიღწევა იყო მოკლევადიანი და ყველაზე დიდი მარცხი არის უსასრულო. 1933 წელი არის წელიწადი, როცა ჟორდანია იღებს ერთ-ერთ ყველაზე რთულ გადაწყვეტილებას თავის ცხოვრებაში. ის ტოვებს თავის პოსტს, როგორც ემიგრაციული მთავრობის თავმჯდომარე. ეს გადაწყვეტილება არ არის მარტივი. 12 წლის განმავლობაში იგი იყო სიმბოლო, იყო ის ადამიანი, რომელიც განასახიერებდა საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას და ახლა ის ტოვებს ამ პოზიციას. ოფიციალურად ის ამბობს, რომ მიზეზი არის ჯანმრთელობა და იმედი, რომ ახალგაზრდა ლიდერები შეძლებენ უფრო ენერგიით გააგრძელონ ბრძოლა. მაგრამ რეალობა არის უფრო რთული. ჟორდანია უკვე აღარ სჯერა, რომ ემიგრაციული მთავრობა შეძლებს რაიმეს შეცვლას და არ სურს, რომ გააგრძელოს ამ თეატრის ხელმძღვანელობა. თუმცა ის არ ტოვებს ემიგრაციას, მაინც რჩება აქტიური წევრი, წერს სტატიებს, მონაწილეობს შეხვედრებში, მაგრამ ახლა მას აღარ აწევს პასუხისმგებლობა ყოველი გადაწყვეტილებისთვის და ეს არის თავისებური განთავისუფლება და ამავე დროს ახალი სახის დანებება. პარიზში ემიგრაციის ცხოვრება 30-იან წლებში სულ უფრო რთული ხდება. ეკონომიკური დეპრესია სწვდება ევროპას და ფრანგული საზოგადოება ხდება ნაკლებად ტოლერანტული უცხოელების მიმართ. ემიგრანტები აწყდებიან სირთულეებს მუშაობის პოვნაში და მათი მატერიალური მდგომარეობა უარესდება. ჟორდანია, რომელსაც ახლა აღარ აწევს პრემიერ-მინისტრის ტიტული, იძულებულია გაიაროს სხვა ემიგრანტების განცდა, ფინანსური გაჭირვება და სოციალური დეკლასირება. ის, ვინც ოდესღაც ხელმძღვანელობდა მილიონიან ქვეყანას, ახლა ცხოვრობს მცირე პენსიის ხარჯზე, რომელსაც საფრანგეთის მთავრობა იხდის პოლიტიკური ლტოლვილებისთვის. ეს ფინანსური დამოკიდებულება არის დამამცირებელი, მაგრამ არა არჩევანი, მას არ აქვს შემოსავლის სხვა წყარო და უნდა იცხოვროს ამ პირობებში. მისი ბინა პატარა ხდება, მისი ტანისამო სიმოძველებულია და ამ გარეგნულ გაღატაკებაში ასახულია უფრო ღრმა, შინაგანი გაღატაკება, იმედების დაკარგვა. 1934 წელი მოაქვს ახალ გამოწვევას, რომელიც ჟორდანიას აიძულებს გადაფასდეს მთელი თავისი ემიგრაციული არსებობა. ნაცისტური გერმანია იწყებს აგრესიულ გაფართოებას ევროპაში და ეს პროცესი აფიქრებინებს მას, რომ შეიძლება მოახლოვდეს ახალი დიდი კონფლიქტი, რომელიც შეცვლის მთელ კონტინენტის პოლიტიკურ რუკას. პირველად 13 წლის განმავლობაში ჟორდანია იწყებს ფიქრს, რომ ომი შეიძლება იყოს ის ფაქტორი, რომელიც დაუბრუნებს საქართველოს საკითხს საერთაშორისო დღის წესრიგში. ის იხსენებს, როგორ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთის იმპერია დაიშალა და საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა, შეიძლება ახალი კონფლიქტი კვლავ შექმნას ასეთ შესაძლებლობას. ეს ფიქრი აძლევს მას ახალ ენერგიას და იგი იწყებს აქტიურ მუშაობას ემიგრაციაში, ცდილობს დაამყაროს კონტაქტები ბრიტანეთის და საფრანგეთის სამხედრო წრეებთან, წერს მემორანდუმებს, სადაც ხსნის, რომ საქართველო შეიძლება გახდეს მოკავშირე დასავლეთის ბრძოლაში საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. მაგრამ ეს მცდელობები კვლავ რჩება უპასუხოდ. დასავლეთი ჯერ კიდევ ცდილობს თავიდან აიცილოს ომი და საქართველოს საკითხი არ შედის მათ პრიორიტეტებში. ემიგრაციული საზოგადოება პარიზში 30-იანი წლების ბოლოს სულ უფრო პოლარიზებულია. ზოგიერთი ემიგრანტი იწყებს ფიქრს, რომ შეიძლება საბჭოთა კავშირი არ იყოს ისეთი ბოროტება, როგორც ისინი ფიქრობდნენ. ხომ არ არის შესაძლებელი, რომ სტალინის ინდუსტრიალიზაცია რეალურად ავითარებს ქვეყანას? ეს აზრები არის ანათემა ჟორდანიასთვის, რომელიც კარგად იცის რეპრესიების მასშტაბი საქართველოში. იგი წერს სტატიებს, სადაც ამხელს საბჭოთა პროპაგანდას, მაგრამ მისი სიტყვები აღარ აქვს ის ძალა, რაც ჰქონდა 10 წლის წინ.
ემიგრაციაში ჩნდება ფრაქციები, ზოგიერთი მხარს უჭერს ჟორდანიას ურყევ ანტისაბჭოურ პოზიციას, სხვები ფიქრობენ, რომ დროა მოლაპარაკება დაიწყონ საბჭოთა ხელისუფლებასთან, რათა მაინც შეძლონ დაბრუნება სამშობლოში. ეს განხეთქილება არის ტკივილიანი ჟორდანიასთვის, ის ხედავს, როგორ იშლება ის ერთიანობა, რომელიც ოდესღაც ახასიათებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მხარდამჭერებს. როცა 1928 წელს ერთ-ერთი ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ აპირებს დაბრუნებას საბჭოთა საქართველოში და მიიღებს ამნისტიას, ჟორდანია გრძნობს პირად ღალატს, როგორ შეიძლება ადამიანმა, რომელიც იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის, ახლა დაუთმოს ყველაფერი და დაუბრუნდეს იმ სისტემას, რომელიც ანადგურებს ყველაფერს, რისთვისაც ისინი იბრძოდნენ. 1939 წლის აგვისტო მოაქვს მოვლენას, რომელიც შოკში აგდებს მთელ ემიგრაციას, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი. საბჭოთა კავშირი და ნაცისტური გერმანია აფორმებენ არააგრესიის ხელშეკრულებას და ეს ნიშნავს, რომ ჟორდანიას იმედები, რომ გერმანია შეიძლება გახდეს ფაქტორი საბჭოთა კავშირის დასუსტებაში, ინგრევა. უფრო მეტიც, ეს პაქტი ნიშნავს, რომ ევროპა მიემართება ომისკენ და ამ ომში საბჭოთა კავშირი და გერმანია არიან მოკავშირეები, არა მტრები. როცა ჟორდანია კითხულობს ამ ამბავს გაზეთში, ის რჩება უძრავად რამდენიმე საათის განმავლობაში, მთელი მისი გათვლები, მთელი მისი იმედები, რომ ახალი ომი შექმნიდა შესაძლებლობას საქართველოს თავისუფლებისთვის, ახლა გამოიყურება უაზროდ. თუ საბჭოთა კავშირი და გერმანია არიან მოკავშირეები, მაშინ ვინ იბრძოლებს საბჭოთა იმპერიალიზმის წინააღმდეგ? ბრიტანეთი და საფრანგეთი? მაგრამ ისინი უკვე აჩვენეს, რომ არ აინტერესებთ მცირე ერების თავისუფლება. ეს გაგება არის დამამძიმებელი და ჟორდანია პირველად 15 წლის განმავლობაში იწყებს ფიქრს, რომ შეიძლება მისი ცხოვრების დარჩენილი ნაწილი გაივლის ემიგრაციაში და ის არასოდეს დაინახავს თავისუფალ საქართველოს. სექტემბერში იწყება მეორე მსოფლიო ომი და პარიზის ემიგრაცია აღმოჩნდება ახალ რეალობაში. საფრანგეთი მობილიზებას აცხადებს და ქალაქი იწყებს მზადებას შესაძლო გერმანული თავდასხმისთვის. ჟორდანია, რომელსაც ახლა უკვე 70 წელია, ხედავს, როგორ იცვლება პარიზი, ქუჩებში ჩნდება სამხედრო პატრულები, ფანჯრებზე აკრავენ შავ ქაღალდებს საჰაერო თავდასხმების დროს, ხალხი იწყებს საკვების მარაგების შექმნას. ემიგრანტების მდგომარეობა კიდევ უფრო რთულდება, ფრანგული ხელისუფლება იწყებს უცხოელების რეგისტრაციას და კონტროლს, რადგან ეშინია ჯაშუშების და მეხუთე კოლონის. ჟორდანია იძულებულია რეგულარულად წარადგინოს თავი პოლიციაში და ადასტუროს თავისი ვინაობა და ახსნას, რატომ არის საფრანგეთში. ეს პროცედურები არის დამამცირებელი ადამიანისთვის, რომელიც ოდესღაც იყო სახელმწიფოს მეთაური, მაგრამ ახლა ის არის უბრალოდ კიდევ ერთი ლტოლვილი, რომელიც დამოკიდებულია უცხო ქვეყნის კეთილნებაზე. 1940 წლის გაზაფხული მოაქვს კატასტროფას, რომელიც ცვლის ყველაფერს. გერმანია იწყებს დასავლეთის კამპანიას და მაისში ვერმახტი შემოდის საფრანგეთში. პარიზის ემიგრაცია აღმოჩნდება პანიკაში, რა უნდა გააკეთონ. დარჩნენ და რისკავენ, რომ გერმანელები დააპატიმრებენ მათ როგორც საბჭოთა კავშირის მტრებს, თუ გაიქცნენ კიდევ ერთხელ. ჟორდანია, რომელსაც უკვე გამოუცდია ერთი ევაკუაცია 1921 წელს, იღებს გადაწყვეტილებას დატოვოს პარიზი და გადავიდეს სამხრეთ საფრანგეთში, სადაც ჯერ კიდევ არ არის გერმანული ოკუპაცია. ივნისში, როცა გერმანული ტანკები უახლოვდებიან პარიზს, ჟორდანია და რამდენიმე ათეული ქართველი ემიგრანტი ტოვებენ ქალაქს მატარებლით, რომელიც გადადის სამხრეთისკენ. ეს მოგზაურობა არის კოშმარული, მატარებელი გადატვირთულია ლტოლვილებით, არ არის საკმარისი საკვები და წყალი და ყველა იცის, რომ ისინი გარბიან, მაგრამ არ იციან, სად იქნება უსაფრთხო. როცა ისინი აღწევენ ლიონს, ჟორდანია პირველად ხედავს საკუთარ თავს სარკეში და ძლივს იცნობს, მისი სახე გამხდარია, თვალები ჩაფლულია და მთელი მისი გარეგნობა ასახავს ადამიანს, რომელმაც დაკარგა ყველაფერი ორჯერ თავის ცხოვრებაში. სამხრეთ საფრანგეთში ვიში რეჟიმის ქვეშ ემიგრანტების ცხოვრება ხდება კიდევ უფრო რთული. ვიში მთავრობა თანამშრომლობს გერმანიასთან და ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური ლტოლვილები, განსაკუთრებით ისინი, ვინც მოდიან საბჭოთა კავშირიდან, არიან ეჭვქვეშ. ჟორდანია იძულებულია ცხოვრობს პატარა სოფელში მარსელის მახლობლად, სადაც ის ცდილობს არ მიიპყროს ყურადღება. მისი ფინანსური მდგომარეობა კრიტიკულია, პენსია, რომელსაც ის იღებდა პარიზში, აღარ მოდის რეგულარულად და ის იძულებულია დამოკიდებული იყოს ქართველი ემიგრანტების დახმარებაზე, რომლებიც თავად ძლივს ცხოვრობენ. ერთ-ერთ წერილში მეგობრისადმი ის წერს, ვცხოვრობ იმ დღეს, როცა შევძლებ ვიპოვო საკმარისი საკვები და ვფიქრობ იმაზე, რომ ოდესღაც ვხელმძღვანელობდი ქვეყანას, რომელსაც ჰქონდა მილიონობით მოსახლე და რესურსები, და ახლა ვერ ვპოულობ საკმარის პურს საკუთარი თავისთვის. ეს კონტრასტი არის განსაკუთრებით მტკივნეული და ჟორდანია გრძნობს, რომ მისი ცხოვრება გახდა ერთგვარი ტრაგიკული ფარსი.
1941 წელი მოაქვს მოვლენას, რომელიც კვლავ აღძრავს იმედს ჟორდანიაში, გერმანია იწყებს თავდასხმას საბჭოთა კავშირზე. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი გაწყდა და ახლა საბჭოთა კავშირი და დასავლეთი არიან მოკავშირეები გერმანიის წინააღმდეგ. ჟორდანია პირველად ფიქრობს, ეს არის ის მომენტი, როცა საქართველოს საკითხი კვლავ შეიძლება გახდეს აქტუალური. თუ გერმანია დაამარცხებს საბჭოთა კავშირს, შეიძლება საქართველო მოიპოვოს დამოუკიდებლობა. თუ საბჭოთა კავშირი გაიმარჯვებს, მაგრამ დასავლეთი იქნება ძლიერი მოკავშირე, შეიძლება დასავლეთმა მოითხოვოს საბჭოთა კავშირისგან დათმობები, მათ შორის საქართველოს თავისუფლება. ეს ლოგიკა აძლევს მას ახალ ენერგიას და იგი იწყებს წერას მემორანდუმები ბრიტანეთის მთავრობისთვის, რომელიც ახლა ბრძოლობს გერმანიის წინააღმდეგ, სტატიები ამერიკული პრესისთვის, რომელიც ჯერ კიდევ არ შესულა ომში, მაგრამ უკვე აქტიურად უჭერს მხარს ბრიტანეთს. ჟორდანია წერს, რომ საქართველო შეიძლება გახდეს დემოკრატიული ბაზა კავკასიაში. რომ საქართველოს ხალხი არასოდეს არ მიიღო საბჭოთა ხელისუფლებას და ელოდება თავისუფლებას. მაგრამ ეს წერილები კვლავ რჩება უპასუხოდ, დასავლეთი ახლა ფოკუსირებულია გერმანიის დამარცხებაზე და საბჭოთა კავშირი არის მათი მთავარი მოკავშირე ამ ბრძოლაში, ამიტომ არავინ არ სურს საბჭოთა კავშირის შიდა საკითხების ამოძრავება. 1942 წელს ჟორდანია იღებს ამბავს, რომელიც ანადგურებს მის ბოლო იმედებს, ბრიტანეთი და ამერიკა აცხადებენ, რომ ისინი აღიარებენ საბჭოთა კავშირის საზღვრებს, რომლებიც არსებობდა 1941 წლის ივნისში, რაც ნიშნავს, რომ ისინი აღიარებენ საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის ანექსიას. ეს არის საბოლოო დარტყმა ჟორდანიასთვის, დასავლეთი, რომელსაც ის ელოდა 21 წლის განმავლობაში, ოფიციალურად ამბობს, რომ საქართველო არის საბჭოთა კავშირის ნაწილი და ეს არ შეიცვლება. როცა ის კითხულობს ამ განცხადებას, ჟორდანია გრძნობს ფიზიკურ ტკივილს გულში, ეს არის არა მხოლოდ პოლიტიკური მარცხი, არამედ პირადი ტრაგედია. მთელი მისი ცხოვრება, მთელი მისი ბრძოლა, ყველაფერი, რისთვისაც ის იბრძოდა 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ახლა ოფიციალურად გამოცხადდა უაზროდ. საქართველო დარჩება საბჭოთა კავშირის ნაწილად და დასავლეთი არ აპირებს ამის შეცვლას. ამ მომენტში ჟორდანია პირველად აღიარებს საკუთარი თავისთვის, ის არასოდეს დაბრუნდება სამშობლოში, ის არასოდეს დაინახავს თავისუფალ საქართველოს და მისი ცხოვრების დარჩენილი ნაწილი გაივლის ემიგრაციაში, უცხო ქვეყანაში, შორს იმ ადამიანებისგან, რომლებისთვისაც ის იბრძოდა. ომის დროს ჟორდანიას ჯანმრთელობა კიდევ უფრო უარესდება. მას უჩნდება სერიოზული გულის პრობლემები და ექიმები ურჩევენ სრულ დასვენებას, მაგრამ როგორ შეუძლია დასვენება მას, როცა მსოფლიო იცვლება და საქართველოს მომავალი წყდება. იგი აგრძელებს მუშაობას, თუმცა ახლა უკვე ნელი ტემპით, წერს რამდენიმე საათს დღეში. შემდეგ იძულებულია დაისვენოს. მისი ბინა სამხრეთ საფრანგეთში არის პატარა, ცივი ოთახი, სადაც ის ცხოვრობს თითქმის მარტო, მხოლოდ რამდენიმე ქართველი ემიგრანტი სტუმრობს მას ზოგჯერ, მოაქვს საკვები და ამბები. ერთ-ერთი ასეთი ვიზიტორი გვიანდელ 1943 წელს იხსენებს, ჟორდანია იჯდა მაგიდასთან, გარშემო იყო წიგნები და გაზეთები და ის ცდილობდა გაეგო რა ხდებოდა მსოფლიოში, მაგრამ მისი თვალები იყო ისეთი დაღლილი, რომ ჩანდა, ის უკვე არ სჯეროდა, რომ რამე შეიცვლებოდა. ეს დაღლილობა არის არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ სულიერი. 22 წლის იმედგაცრუებების შემდეგ ჟორდანია კარგავს იმ შინაგან ძალას, რომელიც ინარჩუნებდა მას ყველა ამ წლის განმავლობაში. 1944 წლის ივნისში მოკავშირეები ახდენენ ნორმანდიის დესანტს და ეს ნიშნავს, რომ ომი ევროპაში უახლოვდება დასასრულს. ჟორდანია, რომელიც ახლა ცხოვრობს ლიონში, ელოდება გათავისუფლებას, მაგრამ ამავე დროს იცის, რომ ეს გათავისუფლება არაფერს შეცვლის საქართველოს მდგომარეობაში. საბჭოთა კავშირი არის გამარჯვებული მხარე და ომის შემდეგ მისი გავლენა კიდევ უფრო გაძლიერდება. როცა აგვისტოში ფრანგული და ამერიკული ჯარები შემოდიან ლიონში, ჟორდანია ხედავს ეიმობას ქუჩებში, ხალხი ხარობს, რომ ომი დასრულდა, რომ ისინი თავისუფალნი არიან. მაგრამ ჟორდანიასთვის ეს გათავისუფლება არის ნახევრად, ის თავისუფალია საფრანგეთში, მაგრამ მისი სამშობლო კვლავ რჩება ოკუპირებული და ახლა ეს ოკუპაცია გაძლიერდება, რადგან საბჭოთა კავშირი გამოდის ომიდან როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფო მსოფლიოში. ომის შემდეგ პარიზში დაბრუნება ხდება შესაძლებელი და ჟორდანია ბრუნდება ქალაქში, რომელიც იყო მისი სახლი 24 წლის განმავლობაში. მაგრამ პარიზი, რომელსაც ის პოულობს 1945 წელს, არის განსხვავებული, ქალაქი დაზიანებულია ომის დროს, ხალხი გაღატაკებულია და ემიგრანტების საზოგადოება, რომელიც ოდესღაც იყო აქტიური და ერთიანი, ახლა დაშლილია. ბევრი ემიგრანტი დახვდა ომის დროს, ზოგიერთი დაბრუნდა საბჭოთა კავშირში, სხვები გადავიდნენ ამერიკაში ან სხვა ქვეყნებში.
ჟორდანია პოულობს თავის ძველ ბინას რუდელა გასზე, მაგრამ ის დაზიანებულია და საჭიროებს რემონტს, რომლის საფასურის გადახდა მას არ შეუძლია. ის იძულებულია ცხოვრობს კიდევ უფრო მცირე ბინაში და ამ ახალ სივრცეში ის გრძნობს თავის უკიდურეს მარტოობას, მისი ძველი მეგობრები, მისი თანამებრძოლები, ბევრი მათგანი აღარ არის ცოცხალი და ის რჩება თითქმის მარტო თავის მოგონებებთან. 1946 წელს იქნება გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და ჟორდანია ხედავს ამ მოვლენაში ბოლო შანსს, რომ საქართველოს საკითხი კვლავ დაისვას საერთაშორისო დღის წესრიგში. ის წერს მემორანდუმს გაეროს გენერალურ მდივანთან, სადაც ხსნის საქართველოს ისტორიას, ბოლშევიკური ოკუპაციის უკანონობას და ითხოვს, რომ გაერო განიხილოს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხს. მაგრამ ეს მემორანდუმი, როგორც ყველა სხვა, რომელიც ჟორდანიამ დაწერა 25 წლის განმავლობაში, რჩება უპასუხოდ. გაერო არის ორგანიზაცია, სადაც საბჭოთა კავშირი არის ერთ-ერთი 5 მუდმივი წევრი უშიშროების საბჭოში და არავინ არ აპირებს კონფლიქტის შექმნას საბჭოთა კავშირთან საქართველოს გამო. ჟორდანია ხვდება, რომ ახალი მსოფლიო წესრიგი, რომელიც იქნება ომის შემდეგ, არის წესრიგი, სადაც დიდი სახელმწიფოები წყვეტენ ყველაფერს და მცირე ერების ინტერესები არ აქვს მნიშვნელობა. ეს გაგება არის საბოლოო დარტყმა მისი იმედებისთვის და ის იწყებს ფიქრს, რომ მისი ცხოვრება რეალურად დასრულდა 1921 წელს, როცა დატოვა საქართველო და ყველაფერი, რაც მოხდა შემდეგ, იყო მხოლოდ ნელი აგონია. 1947 წელი მოაქვს ახალ სირთულეებს, საფრანგეთში იწყება ცივი ომის პირველი ნიშნები და კომუნისტური პარტია, რომელიც იყო ძლიერი წინააღმდეგობის მოძრაობაში, ახლა ხდება პოლიტიკური ძალა. ფრანგული კომუნისტები აქტიურად უჭერენ მხარს საბჭოთა კავშირს და იმიგრანტები, რომლებიც აკრიტიკებენ საბჭოთა სისტემას, ხდებიან მათი თავდასხმების სამიზნე. ჟორდანია, რომელიც აგრძელებს წერას ანტისაბჭოური სტატიების, იღებს საფრთხის წერილებს და ზოგჯერ ის იძულებულია თავიდან აიცილოს საჯარო ღონისძიებები, რადგან ეშინია ფიზიკური თავდასხმის. ეს ვითარება არის აბსურდული, ის გაიქცა საბჭოთა კავშირიდან 26 წლის წინ, რათა თავისუფლად ელაპარაკა და ახლა, თავისუფალ საფრანგეთში, ის კვლავ იძულებულია ეშინოდეს თავისი აზრის გამოხატვის. მაგრამ ჟორდანია არ წყვეტს წერას, ის აგრძელებს სტატიების პუბლიკაციას, თუმცა ახლა უკვე იშვიათად, რადგან მისი ჯანმრთელობა აღარ აძლევს საშუალებას ინტენსიურ მუშაობას. 1948 წელს ხდება მოვლენა, რომელიც კიდევ ერთხელ აფიქრებინებს ჟორდანიას, რომ ისტორია მეორდება ტრაგიკულად. საბჭოთა კავშირი იწყებს ბლოკადას ბერლინში და დასავლეთი პასუხობს საჰაერო ხიდით. ეს კონფრონტაცია ნიშნავს, რომ ცივი ომი ხდება რეალობა და მსოფლიო იყოფა ორ ბანაკად, საბჭოთა და დასავლური. ჟორდანია ფიქრობს, შეიძლება ეს ახალი კონფრონტაცია შექმნას შესაძლებლობას საქართველოს საკითხის ამოძრავებისთვის. შეიძლება დასავლეთი გამოიყენოს საქართველოს, როგორც ინსტრუმენტს საბჭოთა კავშირის დასუსტებისთვის. ის წერს წერილებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც გვთავაზობს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდაჭერა შეიძლება იყოს ეფექტური საშუალება საბჭოთა იმპერიის შესასუსტებლად. მაგრამ ამერიკელები, თუმცა ისინი ახლა ბრძოლობენ საბჭოთა გავლენის წინააღმდეგ, არ აინტერესებთ საქართველოს საკითხი, ისინი ფოკუსირებულნი არიან ევროპაზე, განსაკუთრებით გერმანიაზე და კავკასია არ შედის მათ პრიორიტეტებში. კიდევ ერთხელ ჟორდანია ხვდება, რომ საქართველო არის ძალიან მცირე და ძალიან შორეული. რომ დიდ სახელმწიფოებს აინტერესებდეთ მისი ბედი. 1949 წელს ჟორდანია აღნიშნავს თავის 75 წლის თავს და ეს არის განსაკუთრებით მწარე დღე. ის იხსენებს, როგორ 28 წლის წინ, 1921 წელს, ისტოვებდა საქართველოს იმ რწმენით, რომ ეს იქნება დროებითი გამგზავრება. ახლა 28 წლის შემდეგ ის კვლავ არის ემიგრაციაში და საქართველო კვლავ არის საბჭოთა კავშირის ნაწილი. მისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი გავიდა ემიგრაციაში, ის გაატარა უფრო მეტი დრო პარიზში, ვიდრე საქართველოში და ეს გაგება არის განსაკუთრებით ტკივილიანი. ის წერს თავის დღიურში, ვცხოვრობ ქალაქში, რომელიც არასოდეს გახდება ჩემი სახლი და ველოდები დაბრუნებას ქვეყანაში, რომელიც შეიძლება აღარ არსებობს ისე, როგორც მე ვიცნობდი მას. ეს აღსარება არის ღრმა სასოწარკვეთილების გამოხატვა და ჟორდანია პირველად აღიარებს საკუთარი თავისთვის, რომ მისი ცხოვრება იყო გარკვეული თვალსაზრისით. მარცხი, ის ვერ შეძლო დაეცვა საქართველოს დამოუკიდებლობა, ვერ შეძლო დაებრუნებინა თავისი ხალხი თავისუფლებაში და ახლა ის კვდება ემიგრაციაში, შორს იმ ადამიანებისგან, რომლებისთვისაც ის იბრძოდა. 1950 წლის დასაწყისში ჟორდანიას ჯანმრთელობა კრიტიკულად უარესდება. მას უჩნდება სერიოზული გულის შეტევები და ექიმები ამბობენ, რომ მისი გული ძალიან დასუსტებულია და ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეწყვიტოს მუშაობა. ჟორდანია ხვდება, რომ მისი დრო იწურება და ის იწყებს ფიქრს, რა დატოვოს უკან.
მისი მემუარები, რომლებსაც ის წერდა 10 წლის განმავლობაში, არის დაუმთავრებელი, ის ვერ შეძლო დაესრულებინა ისინი, რადგან ყოველი გვერდი იყო ძალიან ტკივილიანი. მისი პოლიტიკური მემკვიდრეობა არის ემიგრაციული მთავრობა, რომელიც ახლა უკვე თითქმის არ არსებობს, მხოლოდ რამდენიმე ადამიანი აგრძელებს ამ თეატრს და ისინიც იციან, რომ ეს არის უაზრო. რა დარჩება ჟორდანიას შემდეგ? მოგონება ადამიანზე, რომელმაც ცდილობდა და ვერ შეძლო? ისტორიული ფიგურა, რომელიც წარმოადგენდა წაგებულ საქმეს? ეს შეკითხვები აწუხებს მას ბოლო თვეებში და ის ვერ პოულობს დამაკმაყოფილებელ პასუხს. რატომ ჟორდანია არ დაბრუნდა საბჭოთა საქართველოში, როცა ზოგიერთმა სხვა ემიგრანტმა ეს გააკეთა? რატომ არჩია მან დარჩენა ემიგრაციაში, თუნდაც ეს ნიშნავდა სიღარიბეში და მარტოობაში სიკვდილს? რა იყო ის პრინციპი, რომელიც ინარჩუნებდა მას 29 წლის განმავლობაში და იყო თუ არა ეს პრინციპი ღირებული იმ მსხვერპლისა, რომელიც მან გაიღო? 1951 წლის გაზაფხული მოაქვს მოვლენას, რომელიც ჟორდანიას აფიქრებინებს, რომ ისტორია შეიძლება იყოს უფრო ცინიკური, ვიდრე ის ოდესმე წარმოიდგენდა. სტალინი იწყებს ახალ რეპრესიებს საბჭოთა კავშირში და ამჯერად სამიზნე ხდება ეწ კოსმოპოლიტები, ინტელექტუალები, რომლებსაც აბრალებენ დასავლურ გავლენას. საქართველოდან მოდის ამბები, რომ ქართველი მწერლები, მეცნიერები და კულტურის მოღვაწეები აპატიმრებენ და აბრალებენ ბურჟუაზიულ ნაციონალიზმს. ჟორდანია კითხულობს ამ ამბებს და გრძნობს ფიზიკურ ტკივილს. ეს ადამიანები, რომლებიც ახლა ტანჯავენ, არიან იმ თაობის წარმომადგენლები, რომლებიც დაიბადნენ თავისუფალ საქართველოში ან იზრდებოდნენ იმ მოკლე პერიოდში, როცა საქართველო იყო დამოუკიდებელი. ახლა ისინი იხდიან იმის გამო, რომ ოდესღაც არსებობდა თავისუფალი საქართველო, რომელიც ცდილობდა შეენარჩუნებინა თავისი კულტურა და იდენტობა. ჟორდანია ფიქრობს, არის თუ არა ის პასუხისმგებელი ამ ტანჯვაზე? თუ საქართველო არასოდეს არ გამოეცხადებინა დამოუკიდებლობა, შეიძლება ეს ადამიანები ახლა არ ტანჯულიყვნენ? მაგრამ შემდეგ ის უარყოფს ამ ფიქრს, არა, დამოუკიდებლობა იყო სწორი და ის, რაც ხდება ახლა, არის საბჭოთა სისტემის დანაშაული, არა მათი, ვინც იბრძოდა თავისუფლებისთვის. პარიზის ემიგრაციაში 1951 წელს რჩება უკვე ძალიან მცირე ჯგუფი ქართველების, რომლებიც აგრძელებენ პოლიტიკურ საქმიანობას. უმეტესობა ან გარდაიცვალა, ან დაბრუნდა საბჭოთა კავშირში, ან უბრალოდ დანებდა და ინტეგრირდა ფრანგულ საზოგადოებაში. ჟორდანია ხვდება ამ მცირე ჯგუფს ყოველ კვირას პატარა კაფეში მონპარნასში, სადაც ისინი ლაპარაკობენ საქართველოზე, იხსენებენ წარსულს და ცდილობენ შეინარჩუნონ იმედი. მაგრამ ეს შეხვედრები სულ უფრო ჰგავს მემორიალურ რიტუალს, ვიდრე პოლიტიკურ საქმიანობას. ისინი ლაპარაკობენ იმაზე, რაც იყო, არა იმაზე, რაც იქნება, რადგან ყველა მიცის, რომ მომავალი არ მოაქვს იმას, რასაც ისინი ელოდებიან. ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე ახალგაზრდა ქართველი, რომელიც დაიბადა უკვე ემიგრაციაში, ეკითხება ჟორდანიას, რატომ თქვენ აგრძელებთ ამ ბრძოლას, როცა ყველა მიცის, რომ ეს უაზროა? ჟორდანია რჩება ჩუმად რამდენიმე წუთის განმავლობაში, შემდეგ პასუხობს, რადგან თუ ჩვენ შევწყვეტ, მაშინ საქართველოს დამოუკიდებლობა გახდება მხოლოდ ისტორიული ეპიზოდი, რომელიც დაივიწყება. ჩვენ ვიცავთ მოგონებას და ეს მოგონება არის ერთადერთი, რაც დარჩა. ეს პასუხი არის ღრმად ტრაგიკული. ჟორდანია აღიარებს, რომ მისი ბრძოლა ახლა არის არა რეალური პოლიტიკური ცვლილებისთვის, არამედ უბრალოდ მოგონების შესანარჩუნებლად. 1952 წელს ჟორდანია იღებს წერილს ძმისგან საქართველოდან, რომელიც არის ბოლო წერილი, რომელსაც ის მიიღებს 30 წლის განმავლობაში. ძმა წერს, ჩვენ ვცხოვრობთ, მაგრამ ეს ცხოვრება არ არის ის, რისთვისაც შენ იბრძოდი. ყველაფერი შეიცვალა, ხალხი ეშინია ლაპარაკის, ეშინია ფიქრის. მე მალე ვიქნები ძალიან მოხუცი და არ ვიცი, დავინახავ თუ არა შენს დაბრუნებას. მაგრამ იცოდე, რომ ჩვენ გახსოვხართ და ის, რაც შენ გააკეთე, არ დაივიწყება. ეს წერილი არის ბოლო კავშირი ჟორდანიასა და მის სამშობლოს შორის და როცა ის კითხულობს, მას ცრემლები ეშვება, ის ხვდება, რომ შეიძლება არასოდეს აღარ დაინახოს თავისი ოჯახი. არასოდეს აღარ დაბრუნდეს საქართველოში. ძმის სიტყვები, არ ვიცი, დავინახავ თუ არა შენს დაბრუნებას, არის ფაქტობრივად დამშვიდობება და ჟორდანია გრძნობს, რომ მისი კავშირი სამშობლოსთან ნელ-ნელა წყდება, პირველ რიგში ფიზიკურად, ახლა კი ემოციურადაც. 1953 წლის მარტში ხდება მოვლენა, რომელიც ჟორდანიას აფიქრებინებს, რომ ისტორია შეიძლება იყოს ირონიული უკიდურესად. სტალინი კვდება და მთელი საბჭოთა კავშირი შედის გაურკვევლობის პერიოდში. ჟორდანია, რომელიც ახლა უკვე 67 წლისაა და ძალიან სუსტია ჯანმრთელობით, ისმენს ამ ამბავს რადიოში და პირველი რეაქცია არის, შეიძლება ეს იყოს ის მომენტი, როცა საბჭოთა სისტემა დაიშლება.
შეიძლება სტალინის სიკვდილი მოიტანოს ცვლილებებს, რომლებიც გახსნის გზას საქართველოს დამოუკიდებლობისკენ. ის ცდილობს დაწეროს მემორანდუმი დასავლურ მთავრობებს, სადაც ხსნის, რომ ეს არის შანსი მხარი დაუჭირონ საქართველოს და სხვა ოკუპირებულ ერებს. მაგრამ მისი ხელები კანკალებს. როცა წერს და ის ვერ ასრულებს ამ დოკუმენტს, ფიზიკური სისუსტე და ღრმა დაღლილობა აღარ აძლევს საშუალებას, რომ იმუშაოს ისე ინტენსიურად, როგორც ოდესღაც. რამდენიმე კვირის შემდეგ ხდება ნათელი, რომ სტალინის სიკვდილი არაფერს არ ცვლის საქართველოს მდგომარეობაში, საბჭოთა სისტემა გრძელდება და ახალი ლიდერები არ აპირებენ იმპერიის დაშლას. კიდევ ერთხელ ჟორდანიას იმედები ინგრევა და ამჯერად ეს არის განსაკუთრებით მძიმე დარტყმა, რადგან ის ხვდება, რომ თუ სტალინის სიკვდილმაც კი ვერ შეცვალა რამე, მაშინ რა შეცვლის. 1953 წლის ზაფხულში ჟორდანიას ჯანმრთელობა კატასტროფულად უარესდება. მას უჩნდება მძიმე გულის შეტევა და ექიმები ამბობენ, რომ ის უნდა იყოს საავადმყოფოში მუდმივ ზედამხედველობაში. მაგრამ ჟორდანია უარს ამბობს, ის არ სურს, რომ მოკვდეს საავადმყოფოში, სურს დარჩეს თავის ბინაში, გარშემო თავისი წიგნებით და დოკუმენტებით. მისი ბოლო თვეები არის ფიზიკური ტანჯვა. მაგრამ ასევე სულიერი ანგარიშსწორება, ის ფიქრობს თავის ცხოვრებაზე, თავის არჩევანებზე და ცდილობს გაიგოს, იყო თუ არა ყველაფერი ამღირებული. ერთ-ერთ საღამოს, როცა მასთან სტუმრობს ძველი მეგობარი, ჟორდანია ამბობს, მე ვიცხოვრე 52 წელი პოლიტიკაში და ამ 52 წლიდან 32 გავატარე ემიგრაციაში, ველოდე იმას, რაც არასოდეს მოხდა. ეს იყო ღირებული? არ ვიცი. მაგრამ რა სხვა არჩევანი მქონდა, ეს შეკითხვა რჩება უპასუხოდ, რადგან არც თავად ჟორდანიას აქვს პასუხი და არც მისი მეგობარი. იანვრის 4, 1953 წელი, ჟორდანია კვდება თავის პატარა ბინაში პარიზში, მარტო, გარდა ერთი ქართველი ემიგრანტისა, რომელიც ზრუნავდა მასზე ბოლო კვირებში. მისი ბოლო სიტყვები, რომლებიც ამ ადამიანმა მოგვიანებით გაიხსენა, იყო საქართველო იქნება თავისუფალი, მაგრამ არა ჩემს სიცოცხლეში. ეს იყო მისი ბოლო აღსარება, აღიარება, რომ ის დაკარგა თავისი ცხოვრების მთავარი ბრძოლა. მაგრამ ამავე დროს რწმენა, რომ ეს ბრძოლა არ იყო უაზრო, რადგან ოდესმე, მომავალში, საქართველო მაინც მიაღწევს თავისუფლებას. მისი დაკრძალვა ხდება პატარა ქართულ ეკლესიაში პარიზში და დასწრებულია მხოლოდ 30-მდე ადამიანი, ის, რაც დარჩა ქართული ემიგრაციისგან. არ არის ოფიციალური წარმომადგენლები, არ არის დიდი სიტყვები, არ არის აღიარება იმისა, რაც ჟორდანია იყო ოდესღაც. ეს არის ჩუმი, თითქმის უხილავი დასასრული ადამიანისა, რომელიც ოდესღაც ხელმძღვანელობდა მთელ ქვეყანას. ჟორდანიას არქივები, რომლებიც დარჩა მის ბინაში, შეიცავს ათასობით დოკუმენტს, წერილებს, მემორანდუმებს, დღიურებს, სტატიებს. ეს არქივები არის 32 წლის ემიგრაციული ცხოვრების ქრონიკა და ისინი ასახავს ადამიანის ფსიქოლოგიურ ევოლუციას, როგორ იცვლება იმედი იმედგაცრუებად, როგორ იცვლება რწმენა სკეპსისით, როგორ იცვლება ენერგია დაღლილობით. მაგრამ ამ არქივებში არის ასევე რაღაც სხვა, ურყევი პრინციპულობა, უარი კომპრომისზე, რომელიც შეიძლება ჩანდეს როგორც სიმტკიცე ან როგორც სიბრმავე, დამოკიდებულია თუ როგორ უყურებთ. ჟორდანიას შეეძლო დაბრუნებოდა საბჭოთა საქართველოში ნებისმიერ მომენტში, საბჭოთა ხელისუფლებას თავაზობდა ამნისტიას ემიგრანტებს, რომლებიც დაბრუნდებოდნენ და აღიარებდნენ საბჭოთა სისტემას. მაგრამ ჟორდანია არასოდეს არ განიხილა ამ ვარიანტს, მისთვის ეს იქნებოდა ღალატი ყველაფრის მიმართ, რისთვისაც ის იბრძოდა, ღალატი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც დარჩნენ საქართველოში და ტანჯავდნენ საბჭოთა რეჟიმის ქვეშ. 1953 წლის შემდეგ ჟორდანიას სახელი თითქმის ქრება ისტორიიდან. საბჭოთა საქართველოში მისი სახელის ხსენება აკრძალულია, ის არის ხალხის მტერი, ბურჟუაზიული ნაციონალისტი, კონტრრევოლუციონერი. დასავლეთში მას თითქმის არავინ იცნობს, საქართველო არის ძალიან მცირე და ძალიან შორეული, რომ დასავლურ საზოგადოებას აინტერესებდეს მისი ისტორია. ემიგრაციაში დარჩენილი ქართველები ინარჩუნებენ მის მოგონებას. მაგრამ ისინი თავად არიან მცირე და მოხუცებული ჯგუფი, რომელიც ნელ-ნელა ქრება. ჟორდანიას ცხოვრება ხდება სიმბოლო წაგებული საქმისა, ადამიანი, რომელმაც იბრძოლა პრინციპებისთვის და დაკარგა ყველაფერი, ადამიანი, რომელმაც არჩია ემიგრაციაში სიკვდილი კომპრომისის ნაცვლად. ეს არის ტრაგიკული ისტორია, მაგრამ ასევე ისტორია პრინციპულობისა და ურყევი რწმენისა, თუნდაც ეს რწმენა არასოდეს გამართლებულიყო რეალობაში. 1970-იან წლებში, როცა საბჭოთა კავშირში იწყება ნაწილობრივი ლიბერალიზაცია, ზოგიერთი ისტორიკოსი საქართველოში იწყებს ფრთხილ კვლევას 1921 წლის შესახებ. ისინი ვერ წერენ ღიად ჟორდანიას შესახებ, მაგრამ ცდილობენ აღადგინონ ფაქტები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ.
ეს კვლევები ასახავს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა 1921 წელს არ იყო უბრალოდ ბურჟუაზიული ავანტიურა, როგორც საბჭოთა პროპაგანდა ამბობდა, არამედ რეალური მცდელობა ააშენონ დემოკრატიული, სოციალურად სამართლიანი სახელმწიფო. ჟორდანიას როლი ამ პროცესში იყო ცენტრალური, ის იყო არა მხოლოდ პოლიტიკური ლიდერი, არამედ იდეოლოგი, რომელიც ცდილობდა შეთავსებოდა სოციალ-დემოკრატიული იდეალები ეროვნული დამოუკიდებლობის იდეასთან. ეს იყო რთული და შეიძლება შეუძლებელი ამოცანა იმ ისტორიულ კონტექსტში, მაგრამ ჟორდანია ცდილობდა მას განეხორციელებინა და მისი მარცხი იყო არა პირადი უნარების ნაკლებობა, არამედ გეოპოლიტიკური რეალობის შედეგი. 1990-იან წლებში, როცა საბჭოთა კავშირი იშლება და საქართველო კვლავ იძენს დამოუკიდებლობას, ჟორდანიას სახელი კვლავ ბრუნდება საჯარო დისკურსში. ახალი დამოუკიდებელი საქართველოს ლიდერები ხსენებენ მას როგორც პირველი რესპუბლიკის ერთ-ერთ დამფუძნებელს, როგორც სიმბოლოს საქართველოს დემოკრატიული ტრადიციისა. მაგრამ ეს აღიარება მოდის 67 წლის შემდეგ მისი გარდაცვალებიდან და ის ვერასოდეს დაინახავს იმას, რისთვისაც იბრძოდა მთელი თავისი ცხოვრება. ჟორდანიას ტრაგედია არის არა მხოლოდ პირადი, ის არის ტრაგედია მთელი თაობისა, რომელმაც იბრძოლა დამოუკიდებლობისთვის 20 საუკუნის დასაწყისში, დაინახა მოკლე გამარჯვება, შემდეგ განიცადა გრძელი მარცხი და მოკვდა ემიგრაციაში, ვერ დაინახა თავისი ოცნების განხორციელება. ეს არის ისტორია იმედისა და იმედგაცრუებისა, პრინციპულობისა და მსხვერპლისა ბრძოლისა, რომელიც გაგრძელდა 32 წელი ემიგრაციაში, თუნდაც ყველა რაციონალურმა არგუმენტმა ამბობდა, რომ ეს ბრძოლა იყო უაზრო. პარიზის არქივებში დღემდე ინახება ჟორდანიას პირადი დოკუმენტები და მათ შორის არის ერთი დღიური ჩანაწერი, რომელიც დათარიღებულია 1953 წლით, მისი სიცოცხლის ბოლო წლით. ამ ჩანაწერში ის წერს, ვიცხოვრე იმედით, რომელიც არასოდეს გამართლებულა, ვიბრძოლე საქმისთვის, რომელიც წაგებული იყო თავიდანვე და ვკვდები ემიგრაციაში, შორს იმ ადამიანებისგან, რომლებისთვისაც ვიბრძოდი. მაგრამ თუ მე არ ვიბრძოლებდი, თუ ჩვენ ყველანი არ ვიბრძოლებდით, მაშინ საქართველოს დამოუკიდებლობა იქნებოდა მხოლოდ ოცნება, რომელიც არასოდეს გახდა რეალობა. ჩვენ გავხადეთ ის რეალობა, თუნდაც მოკლე დროით, და ეს ნიშნავს, რომ ეს შეიძლება კვლავ გახდეს რეალობა მომავალში. ეს არის ჩემი იმედი, რომელსაც ვიტოვებ უკან. ეს სიტყვები არის ჟორდანიას სულიერი ანდერძი, აღიარება, რომ მისი ცხოვრება იყო მარცხი პრაქტიკულ თვალსაზრისით, მაგრამ ამავე დროს რწმენა, რომ ეს მარცხი არ იყო უაზრო, რადგან ის დატოვა მაგალითს და იმედს მომავალი თაობებისთვის. როცა 1991 წელს საქართველო კვლავ გახდა დამოუკიდებელი, ბევრმა ქართველმა გაიხსენა ჟორდანია და მისი თანამებრძოლები, რომლებმაც იბრძოლეს პირველი დამოუკიდებლობისთვის. ახალი რესპუბლიკა აწყდა ბევრ იმავე გამოწვევას, რომელსაც აწყდა პირველი რესპუბლიკა: ეკონომიკური სირთულეები, გეოპოლიტიკური წნეხი, შიდა პოლიტიკური დაპირისპირებები. და ამ კონტექსტში ჟორდანიას გამოცდილება გახდა გაკვეთილი, როგორ შეიძლება იბრძოლო დამოუკიდებლობისთვის, როგორ შეიძლება შეინარჩუნო პრინციპები რთულ დროში და როგორ შეიძლება გააგრძელო ბრძოლა მაშინაც კი, როცა ყველაფერი ჩანს წაგებულად. ჟორდანიას ცხოვრება არის არა მხოლოდ ისტორიული ფაქტი, არამედ მორალური გაკვეთილი, რომ პრინციპულობას აქვს ფასი, რომ ზოგჯერ ღირს იბრძოლო მაშინაც კი, როცა გამარჯვება არ არის შესაძლებელი, რომ ემიგრაციაში 32 წელი შეიძლება იყოს არა დროის დაკარგვა, არამედ მოგონების და იდენტობის შენარჩუნება. რატომ ჟორდანიას ისტორია რჩება აქტუალური დღესაც, თითქმის 100 წლის შემდეგ მისი გარდაცვალებიდან? რადგან ის წარმოადგენს უნივერსალურ ადამიანურ გამოცდილებას, ადამიანს, რომელიც იბრძოდა იდეალებისთვის და დაკარგა ყველაფერი, მაგრამ არასოდეს არ დანებდა. მისი ცხოვრება არის შეკითხვა, რომელსაც ყოველი თაობა უნდა უპასუხოს: რა ღირს პრინციპები? რამდენს ხარ მზად გაიღო მსხვერპლი იმისთვის, რაც სჯერა? და როგორ აგრძელებ ბრძოლას, როცა ყველა რაციონალური არგუმენტი ამბობს, რომ უნდა დანებდე? ჟორდანიას პასუხი ამ შეკითხვებზე იყო ნათელი, ის არასოდეს არ დანებდა, არასოდეს არ დაუთმო პრინციპებს და გააგრძელა ბრძოლა ბოლომდე, თუნდაც ეს ნიშნავდა ემიგრაციაში სიკვდილს, შორს სამშობლოსგან. ეს არჩევანი შეიძლება ჩანდეს როგორც ტრაგიკული, მაგრამ ასევე როგორც ჰეროიკული, დამოკიდებულია თუ როგორ უყურებთ ისტორიას და ადამიანურ ბუნებას. 1953 წლის შემდეგ, როცა ჟორდანიას სხეული დაკრძალეს პარიზის ლევილის სასაფლაოზე, მისი საფლავი გახდა უხილავი, მცირე ქვის ფილა, რომელზეც ამოტვიფრულია მხოლოდ სახელი და თარიღები, არაფერი მეტი. არ არის დიდი ძეგლი, არ არის აღწერა მისი როლისა ისტორიაში, არ არის აღიარება იმისა, რაც ის იყო. ეს უხილავობა არის სიმბოლური, ადამიანი, რომელიც ოდესღაც იყო მთელი ქვეყნის ლიდერი, ახლა დაკრძალულია როგორც უბრალო ემიგრანტი, რომლის ისტორია თითქმის დავიწყებულია.
მაგრამ ამ უხილავობაში არის ასევე რაღაც სხვა, უარი დიდებაზე, უარი აღიარებაზე, რომელიც ჟორდანიას ახასიათებდა მთელი მისი ემიგრაციული ცხოვრების განმავლობაში. ის არასოდეს არ ეძებდა პირად დიდებას, არასოდეს არ ცდილობდა გახდეს გმირი, ის უბრალოდ აგრძელებდა ბრძოლას, რადგან თვლიდა, რომ ეს იყო მისი მოვალეობა. პარიზის ქართული ემიგრაცია 1954 წელს აგრძელებს არსებობას, მაგრამ უკვე როგორც ჩრდილი იმისა, რაც ოდესღაც იყო. ემიგრაციული მთავრობა, რომელსაც ჟორდანია ხელმძღვანელობდა 1921-დან 1923-მდე, ახლა არის მხოლოდ ფორმალობა, რამდენიმე მოხუცი ადამიანი, რომლებიც კრებიან თვეში ერთხელ და ლაპარაკობენ იმაზე, რაც აღარ არსებობს. ისინი აგრძელებენ გადაწყვეტილებების მიღებას, განცხადებების გამოქვეყნებას, მაგრამ ყველამ იცის, რომ ეს არის თეატრი, რომელსაც აღარავინ უყურებს. ჟორდანიას გარდაცვალების შემდეგ ემიგრაციაში იწყება დისკუსია, აქვს თუ არა აზრი ამ თეატრის გაგრძელებას. ზოგიერთი ამბობს, რომ უნდა შეწყვიტონ, რადგან ეს არის თვითმოტყუება. სხვები ამბობენ, რომ უნდა გააგრძელონ, რადგან როგორც კი შეწყვეტენ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოგონება საერთოდ გაქრება. ეს დებატი გრძელდება წლების განმავლობაში და ნელ-ნელა ემიგრაციული მთავრობა უბრალოდ ქრება, არა ოფიციალური გაუქმებით, არამედ უბრალოდ იმით, რომ მისი წევრები კვდებიან და არავინ არ ცვლის მათ. 1955 წელს, როცა მეორე მსოფლიო ომი მთავრდება, ევროპა შედის ახალ ეპოქაში, ცივი ომის ეპოქაში. საქართველო, რომელიც არის საბჭოთა კავშირის ნაწილი, ხდება ნაწილი აღმოსავლეთის ბლოკისა და დასავლეთი აღიარებს ამ რეალობას. ჟორდანიას იმედები, რომ დასავლეთი ოდესმე მხარს დაუჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას. ახლა გამოიყურება როგორც ილუზია, დასავლეთი და საბჭოთა კავშირი ყოფენ მსოფლიოს გავლენის სფეროებად და საქართველო მყარად რჩება საბჭოთა სფეროში. პარიზში დარჩენილი ქართველი ემიგრანტები ხედავენ ამ ახალ რეალობას და ხვდებიან, რომ ჟორდანია მართალი იყო, მათი დაბრუნება სამშობლოში არასოდეს არ მოხდება მათ სიცოცხლეში. ზოგიერთი იწყებს ინტეგრაციას ფრანგულ საზოგადოებაში, ეძებს მუშაობას, ქმნის ოჯახებს, ცდილობს ააშენოს ახალი ცხოვრება. სხვები რჩებიან ჩაკეტილნი თავიანთ ემიგრაციული დენტობაში, აგრძელებენ ლაპარაკს საქართველოზე, მაგრამ ეს ლაპარაკი სულ უფრო ჰგავს ნოსტალგიას, ვიდრე პოლიტიკურ პროგრამას. 1956 წელს საფრანგეთში იქმნება ახალი კონსტიტუცია და მეოთხე რესპუბლიკა, და ეს ცვლილებები მოაქვს ახალ რეგულაციებს ემიგრანტებისთვის. ქართველი ემიგრანტები, რომლებიც ცხოვრობენ საფრანგეთში 25 წლის განმავლობაში, ახლა უნდა გადაწყვიტონ, მიიღონ თუ არა ფრანგული მოქალაქეობა. ეს არის რთული გადაწყვეტილება. ფრანგული მოქალაქეობის მიღება ნიშნავს გარკვეული გაგებით საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმას, თუნდაც ეს მოქალაქეობა არსებობს მხოლოდ თეორიულად. ბევრი ემიგრანტი უარს ამბობს, ისინი არ სურთ გახდნენ ფრანგები, რადგან ეს იქნება საბოლოო დანებება იმ იმედზე, რომ ოდესმე დაბრუნდებიან სამშობლოში. მაგრამ ეს უარი მოაქვს პრაქტიკულ სირთულეებს, უცხოელებს უფრო რთულად ეძებენ მუშაობა, უფრო რთულად იღებენ სოციალურ დახმარებას, უფრო რთულად მოძრაობენ ევროპაში. ნელ-ნელა ზოგიერთი ემიგრანტი მაინც იღებს ფრანგულ მოქალაქეობას და ყოველი ასეთი გადაწყვეტილება არის პატარა დანებება, პატარა აღიარება, რომ ემიგრაცია გახდა მუდმივი, არა დროებითი. 1959 წელს საბჭოთა კავშირში იწყება ახალი რეპრესიების ტალღა, ეიძა ლენინგრადის საქმე, ექიმთა საქმე, ანტისემიტური კამპანიები. საქართველოდან მოდის ამბები, რომ კვლავ იწყება დაპატიმრებები, რომ ხალხი ეშინია ლაპარაკის, რომ ატმოსფერო ხდება კიდევ უფრო დამთრგუნველი. პარიზის ემიგრანტები კითხულობენ ამ ამბებს და გრძნობენ უძლურებას, ისინი არაფერს ვერ აკეთებენ, რომ დაეხმარონ იმ ადამიანებს, რომლებიც ტანჯავენ საქართველოში. ზოგიერთი ცდილობს გაგზავნოს ფული ან პაკეტები ოჯახის წევრებისთვის, მაგრამ ეს ხშირად არ აღწევს მიმღებებს. საბჭოთა ხელისუფლება აკონტროლებს ყველა კომუნიკაციას დასავლეთთან და ყველაფერი, რაც მოდის ემიგრაციიდან, არის ეჭვქვეშ. ეს იზოლაცია არის განსაკუთრებით მტკივნეული. ემიგრანტები გრძნობენ, რომ ისინი არა მხოლოდ ფიზიკურად არიან გამოყოფილნი თავიანთი სამშობლოსგან, არამედ ასევე ემოციურად და კომუნიკაციურად. ისინი არ იციან, რა ხდება მათ ოჯახებთან, არ იციან, ცოცხალნი არიან თუ არა მათი ახლობლები. და ეს გაურკვევლობა არის მუდმივი ფსიქოლოგიური წამება. 1950 წლის დასაწყისში პარიზის ქართული ემიგრაცია აღწევს კრიტიკულ წერტილს, დარჩენილია ნამდვილად მცირე ჯგუფი, რომელიც აგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას. უმეტესობა ან გარდაიცვალა, ან ინტეგრირდა ფრანგულ საზოგადოებაში, ან გადავიდა სხვა ქვეყნებში. ის რამდენიმე ადამიანი, რომელიც რჩება, არიან ძირითადად მოხუცები, რომლებიც ცხოვრობენ მოგონებებით და ნოსტალგიით.
ისინი კრებიან ყოველ კვირას პატარა ოთახში, რომელიც ოდესღაც იყო ემიგრაციული მთავრობის ოფისი და ლაპარაკობენ იმაზე, როგორი იყო საქართველო 1921 წელს, როგორი იყო თბილისი, როგორი იყო ცხოვრება მაშინ. ეს შეხვედრები არის თერაპია მათთვის, საშუალება შეინარჩუნონ კავშირი იმ წარსულთან, რომელიც აღარ არსებობს. მაგრამ ამავე დროს ეს შეხვედრები არის ასევე მტკივნეული შეხსენება იმისა, რაც დაიკარგა და არასოდეს დაბრუნდება. 1951 წელს ხდება მოვლენა, რომელიც კიდევ ერთხელ აფიქრებინებს ემიგრანტებს ჟორდანიას შესახებ. საფრანგეთში გამოდის წიგნი ერთი ფრანგი ჟურნალისტის მიერ, რომელიც წერს საბჭოთა იმპერიალიზმის შესახებ და ახსენებს საქართველოს შემთხვევას როგორც მაგალითს. ამ წიგნში არის მოკლე თავი ჟორდანიას შესახებ, სადაც ავტორი აღწერს მას როგორც ტრაგიკულ ფიგურას, რომელმაც იბრძოლა წაგებული საქმისთვის. ეს აღწერა აბრაზებს ზოგიერთ ემიგრანტს, როგორ შეიძლება ვინმე უწოდოს ჟორდანიას ბრძოლას წაგებულ საქმედ. მაგრამ სხვები აღიარებენ, რომ ეს არის სიმართლე. ჟორდანია რეალურად იბრძოდა საქმისთვის, რომელიც წაგებული იყო თავიდანვე, რადგან გეოპოლიტიკური რეალობა არ აძლევდა საქართველოს შანსს შეენარჩუნებინა და მოუკიდებლობა. ეს აღიარება არის მტკივნეული, მაგრამ ასევე განმათავისუფლებელი, როცა აღიარებ, რომ შენი ბრძოლა იყო წაგებული, შენ ხსნი თავს იმ ტვირთისგან, რომ უნდა გააგრძელო ბრძოლა, რომელსაც აღარ აქვს აზრი. 1952 წელს პარიზში ხდება პატარა ღონისძიება ჟორდანიას ხსოვნის პატივსაცემად, 10 წლის შემდეგ მისი გარდაცვალებიდან. ღონისძიებას ესწრება 15-მდე ადამიანი, ძირითადად მოხუცი ემიგრანტები, რომლებიც იცნობდნენ ჟორდანიას პირადად. ისინი ლაპარაკობენ მის შესახებ, იხსენებენ მის სიტყვებს, მის პრინციპულობას, მის ურყევრწმენას საქართველოს თავისუფლებაში. ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც იყო ჟორდანიას თანამშრომელი ემიგრაციული მთავრობაში, ამბობს, ჟორდანია იყო ადამიანი, რომელიც არასოდეს არ კარგავდა იმედს, თუნდაც ყველაფერი ამბობდა, რომ იმედი არ იყო. ეს იყო მისი ძალა, მაგრამ ასევე მისი ტრაგედია. ეს სიტყვები ზუსტად ასახავს ჟორდანიას ცხოვრების პარადოქსს, მისი უდიდესი ძალა, რომელიც იყო ურყევი-რწმენა და პრინციპულობა, იყო ასევე მისი უდიდესი სისუსტე, რადგან ეს რწმენა არ აძლევდა მას საშუალებას მოერგო რეალობას და იპოვა კომპრომისი, რომელიც შეიძლება გადაერჩინა მას ემიგრაციის მწარე გამოცდილებისგან. 1953 წელს, როცა სტალინი კვდება, პარიზის ემიგრანტები იღებენ ამ ამბავს შერეული გრძნობებით. ერთი მხრივ ისინი გრძნობენ კმაყოფილებას, ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელი იყო საქართველოს ოკუპაციაზე და მილიონობით ადამიანის ტანჯვაზე, აღარ არის ცოცხალი. მეორე მხრივ ისინი ხვდებიან, რომ სტალინის სიკვდილი არაფერს არ ცვლის საქართველოს მდგომარეობაში, საბჭოთა სისტემა გრძელდება და ახალი ლიდერები არ აპირებენ იმპერიის დაშლას. ჟორდანია, რომ ცოცხალი ყოფილიყო, შეიძლება ჰქონოდა იმედი, რომ სტალინის სიკვდილი შექმნიდა შესაძლებლობას ცვლილებებისთვის. მაგრამ ემიგრანტები, რომლებიც დარჩნენ, უკვე არ აქვთ ასეთი იმედები, ისინი ნახეს ძალიან ბევრი შესაძლებლობა, რომელიც არასოდეს გამართლებულა და ახლა ისინი უფრო რეალისტურად უყურებენ სიტუაციას. სტალინის სიკვდილი არის ისტორიული მოვლენა, მაგრამ არა ის მოვლენა, რომელიც შეცვლის საქართველოს ბედს. 1954 წელს საფრანგეთი იწყებს დეკოლონიზაციის პროცესს, ინდოჩინეთში იწყება ომი, რომელიც დასრულდება ფრანგული იმპერიის დამარცხებით. ქართველი ემიგრანტები ხედავენ ამ პროცესს და ფიქრობენ, თუ ფრანგული იმპერია იშლება, შეიძლება ოდესმე საბჭოთა იმპერიაც დაიშალოს. მაგრამ ეს პარალელი არ არის ზუსტი, ფრანგული იმპერია იშლება, რადგან კოლონიები იბრძვიან და მოუკიდებლობისთვის და ფრანგეთი აღარ აქვს რესურსები ან ნება, რომ შეინარჩუნოს ისინი. საბჭოთა იმპერია არის განსხვავებული, ის არის იდეოლოგიური იმპერია, რომელიც აკონტროლებს არა მხოლოდ ტერიტორიებს, არამედ ასევე აზრებს და იდენტობებს. და საბჭოთა ხელისუფლება აჩვენებს, რომ ის მზად არის გამოიყენოს ნებისმიერი ძალა, რომ შეინარჩუნოს თავისი იმპერია. ემიგრანტები ხვდებიან ამ განსხვავებას და აღიარებენ, რომ საბჭოთა იმპერიის დაშლა არ მოხდება იმავე გზით, როგორც ფრანგული იმპერიის დაშლა. 1955 წელს პარიზის ქართული ემიგრაცია აღნიშნავს 34 წლის თავს 1921 წლის მარტის 21-დან დღიდან, როცა ისინი დატოვეს საქართველო. ეს არის განსაკუთრებით მწარე იუბილე, 34 წელი ემიგრაციაში, 34 წელი მოლოდინის, 34 წელი იმედგაცრუებისა. ღონისძიებაზე, რომელიც ტარდება პატარა ეკლესიაში, მონაწილეები ლაპარაკობენ იმაზე, როგორი იყო ის დღე 1921 წელს, როცა ისინი ტოვებდნენ ბათუმის ნავსადგურს. ბევრი მათგანი იხსენებს, რომ მაშინ ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს იქნება დროებითი გამგზავრება, რომ რამდენიმე თვეში ან მაქსიმუმ წელიწადში ისინი დაბრუნდებოდნენ. ახლა 34 წლის შემდეგ ისინი კვლავ არიან ემიგრაციაში და საქართველო კვლავ არის საბჭოთა კავშირის ნაწილი.
ეს რეალობა არის განსაკუთრებით მტკივნეული და ბევრი მონაწილე ტირის ამ ღონისძიებაზე, ტირის დაკარგული წლებისთვის, დაკარგული იმედებისთვის, დაკარგული სამშობლოსთვის. 1956 წელს საბჭოთა კავშირში იწყება ნაწილობრივი ლიბერალიზაცია ხრუშჩოვის ხელმძღვანელობით, ეილზ გალღობა. პარიზის ემიგრანტები ისმენენ ამბებს, რომ საბჭოთა კავშირში ხდება გარკვეული ცვლილებები, ზოგიერთი პოლიტიკური პატიმარი თავისუფლდება, ზოგიერთი რეპრესია მსუბუქდება, კულტურული ცხოვრება ხდება ოდნავ უფრო თავისუფალი. ზოგიერთი ემიგრანტი იწყებს ფიქრს, შეიძლება ეს იყოს დასაწყისი უფრო დიდი ცვლილებებისა. შეიძლება ხრუშჩოვი გააგრძელოს რეფორმებს და საბოლოოდ მისცეს თავისუფლება საქართველოს. მაგრამ უფრო გამოცდილი ემიგრანტები, რომლებმაც ნახეს ბევრი ასეთი შესაძლებლობა, წარსულში არიან სკეპტიკურები. ისინი ამბობენ, გალღობა არის არა სისტემის ფუნდამენტური ცვლილება, არამედ ტაქტიკური მანევრი, რომელიც მიზნად ისახავს სისტემის გადარჩენას, არა მის დაშლას. და ისინი მართლები არიან, გალღობა არ მოაქვს საქართველოს დამოუკიდებლობას. და რამდენიმე წლის შემდეგ ის შეწყდება და კვლავ დაიწყება რეპრესიები. 1957 წელს პარიზში კვდება ერთ-ერთი ბოლო ადამიანი, რომელიც იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი და ემიგრაციული მთავრობის მინისტრი. მისი გარდაცვალება არის სიმბოლური, ის იყო ბოლო პირდაპირი კავშირი იმ ეპოქასთან, როცა საქართველო იყო დამოუკიდებელი. ახლა მისი სიკვდილის შემდეგ დარჩენილი ემიგრანტები არიან ძირითადად ადამიანები, რომლებიც იყვნენ ბავშვები ან ახალგაზრდები 1921 წელს, ან რომლებიც დაიბადნენ უკვე ემიგრაციაში. ეს თაობრივი ცვლილება ნიშნავს, რომ ემიგრაციის ხასიათი იცვლება, ახალი თაობა აღარ აქვს პირდაპირი მოგონებები დამოუკიდებელი საქართველოს შესახებ და მათთვის საქართველო არის უფრო აბსტრაქტული იდეა, ვიდრე კონკრეტული რეალობა. ეს ცვლილება აძლიერებს პროცესს, რომელიც უკვე მიმდინარეობს, ემიგრაციის ნელი გაქრობა და ასიმილაცია ფრანგულ საზოგადოებაში. 1958 წელს საფრანგეთში იწყება პოლიტიკური კრიზისი, რომელიც დასრულდება მეოთხე რესპუბლიკის დაცემით და მეხუთე რესპუბლიკის შექმნით დე გოლის ხელმძღვანელობით. ქართველი ემიგრანტები ხედავენ ამ მოვლენებს და ფიქრობენ, თუ საფრანგეთში შეიძლება მოხდეს ასეთი ფუნდამენტური პოლიტიკური ცვლილებები, შეიძლება ოდესმე საბჭოთა კავშირშიც მოხდეს ასეთი ცვლილებები. მაგრამ ისინი ასევე ხვდებიან განსხვავებას, საფრანგეთში ცვლილებები ხდება დემოკრატიული პროცესების შედეგად, ხოლო საბჭოთა კავშირში არ არსებობს ასეთი პროცესები. საბჭოთა სისტემა არის ტოტალიტარული. და ცვლილებები მასში შეიძლება მოხდეს მხოლოდ ძალადობრივი გზით ან სისტემის სრული კოლაფსის შედეგად. და არც ერთი ამ ვარიანტიდან არ გამოიყურება რეალისტურად ახლო მომავალში. 1959 წელს პარიზის ქართული ემიგრაცია აღნიშნავს 28 წლისთავ ჟორდანიას გარდაცვალებიდან. ღონისძიება ტარდება მის საფლავთან ლევილის სასაფლაოზე და დასწრებულია მხოლოდ 8 ადამიანი. ეს მცირე რიცხვი არის სიმბოლური, ჟორდანია, რომელიც ოდესღაც იყო ათასობით ადამიანის ლიდერი, ახლა თითქმის დავიწყებულია. მონაწილეები აყრიან ყვავილებს საფლავზე და ლაპარაკობენ მის შესახებ, მაგრამ მათი სიტყვები ჟღერს როგორც ეპიტაფია არა მხოლოდ ჟორდანიასთვის, არამედ მთელი ემიგრაციისთვის. ჩვენ ვიბრძოდით, ჩვენ ველოდით, ჩვენ ვიმედოვნებდით, მაგრამ ყველაფერი იყო უაზრო. ეს სიტყვები არის მწარე აღიარება, რომ ემიგრაციის 28 წელი იყო, გარკვეული გაგებით, დაკარგული დრო, რომელიც გავიდა მოლოდინში იმისა, რაც არასოდეს მოხდა. 1960 წელი იწყება ახალი ეპოქით, ცივი ომი გრძელდება, მაგრამ ახლა ის იღებს ახალ ფორმებს. საბჭოთა კავშირი და ამერიკა იბრძვიან გავლენისთვის მესამე მსოფლიოში და ევროპა ნელ-ნელა იშლება კოლონიური იმპერიებისგან. პარიზის ქართული ემიგრაცია ხედავს ამ ცვლილებებს, მაგრამ ისინი აღარ აქვთ იმედი, რომ ეს ცვლილებები შეეხება საქართველოს. ისინი გახდნენ მოწმეები ისტორიისა, რომელიც მიდის წინ მათ გარეშე, ისტორიისა, რომელშიც საქართველოს საკითხი აღარ არის აქტუალური. ემიგრაციის ახალი თაობა, რომელიც დაიბადა საფრანგეთში, უკვე თითქმის არ ლაპარაკობს ქართულად, თითქმის არ იცნობს საქართველოს ისტორიას და თითქმის არ აინტერესებს პოლიტიკა. ისინი არიან ფრანგები ქართული წარმოშობით, არა ქართველი ემიგრანტები. ეს ტრანსფორმაცია არის ბუნებრივი პროცესი, მაგრამ ასევე ტრაგიკული, რადგან ის ნიშნავს, რომ ემიგრაცია, როგორც პოლიტიკური და კულტურული ფენომენი, ნელ-ნელა ქრება. რატომ ჟორდანიას ისტორია რჩება მნიშვნელოვანი დღესაც, როცა გავიდა თითქმის 100 წელი მისი ემიგრაციის დაწყებიდან? რადგან ის წარმოადგენს უნივერსალურ ადამიანურ გამოცდილებას, ადამიანს, რომელიც იბრძოდა იდეალებისთვის და დაკარგა ყველაფერი, მაგრამ არასოდეს არ დანებდა. მისი 32 წელი ემიგრაციაში არის ისტორია იმედისა და იმედგაცრუებისა, პრინციპულობისა და მსხვერპლისა ბრძოლისა, რომელიც გაგრძელდა მაშინაც კი, როცა ყველა რაციონალური არგუმენტი ამბობდა, რომ უნდა დანებებოდა.
ჟორდანიას არჩევანი, დარჩენა ემიგრაციაში და უარი კომპრომისზე შეიძლება ჩანდეს როგორც ტრაგიკული, მაგრამ ასევე როგორც ჰეროიკული, დამოკიდებულია თუ როგორ უყურებთ ისტორიას და ადამიანურ ბუნებას. მისი ცხოვრება არის შეკითხვა, რომელსაც ყოველი თაობა უნდა უპასუხოს, რა ღირს პრინციპები, რამდენს ხარმზად გაიღო მსხვერპლი იმისთვის, რაც სჯერა და როგორ აგრძელებ ბრძოლას. როცა ყველაფერი ამბობს, რომ უნდა დანებდე. 1961 წელს პარიზში ხდება მოვლენა, რომელიც კიდევ ერთხელ აფიქრებინებს ემიგრანტებს ჟორდანიას შესახებ. ერთი ახალგაზრდა ფრანგი ისტორიკოსი იწყებს კვლევას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ და ეძებს ინტერვიუებს იმ ადამიანებთან, რომლებიც იცნობდნენ ჟორდანიას. ის პოულობს რამდენიმე მოხუც ემიგრანტს და იწყებს მათთან საუბრებს. ეს ინტერვიუები არის განსაკუთრებით ემოციური, მოხუცები, რომლებიც 40 წლის განმავლობაში თითქმის არავისთვის არ უამბიათ თავიანთი ისტორია, ახლა იხსენებენ ყველაფერს, როგორი იყო ჟორდანია, როგორი იყო ემიგრაციული ცხოვრება, როგორი იყო იმედები და იმედგაცრუებები. ერთ-ერთი მათგანი ამბობს, ისტორიკოსს, ჟორდანია იყო ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა არა თავისი თავისთვის, არამედ იმ იდეისთვის, რომელსაც სჯეროდა. ეს იდეა იყო თავისუფალი საქართველო და ის არასოდეს არ დაივიწყა ამ იდეას, თუნდაც ყველაფერი ამბობდა, რომ ეს იდეა არასოდეს გახდებოდა რეალობა. ეს სიტყვები ზუსტად ასახავს ჟორდანიას ცხოვრების არსს, ის იყო ადამიანი იდეის მსახურებაში და ეს მსახურება იყო მისი ძალა და მისი ტრაგედია. 1962 წელს საბჭოთა კავშირში ხდება კუბის კრიზისი, რომელიც მსოფლიოს მიჰყავს ბირთვული ომის ზღვარზე. პარიზის ემიგრანტები ხედავენ ამ მოვლენებს და გრძნობენ შიშს, თუ დაიწყება ბირთვული ომი, მთელი მსოფლიო განადგურდება და საქართველოს საკითხი საერთოდ დაკარგავს აზრს. მაგრამ კრიზისი გადაწყდება დიპლომატიურად და მსოფლიო გადარჩება. ამ მოვლენის შემდეგ ემიგრანტები იწყებენ ფიქრს, შეიძლება ცივი ომი გაგრძელდეს უსასრულოდ, შეიძლება საბჭოთა კავშირი არასოდეს არ დაიშალოს, შეიძლება საქართველო მუდმივად დარჩეს საბჭოთა იმპერიის ნაწილი. ეს ფიქრები არის განსაკუთრებით დეპრესიული და ზოგიერთი ემიგრანტი იწყებს ფსიქოლოგიურ პრობლემებს, დეპრესიას, უიმედობას, გრძნობას. რომ მათი ცხოვრება იყო უაზრო. ფრანგული ჯანდაცვის სისტემა ცდილობს დაეხმაროს მათ, მაგრამ როგორ შეიძლება დაეხმარო ადამიანს, რომლის ტკივილი არის არა ფსიქოლოგიური, არამედ ეგზისტენციალური, ტკივილი იმისა, რომ მთელი შენი ცხოვრება იყო ბრძოლა იმისთვის, რაც არასოდეს მოხდა. 1963 წელს პარიზში კვდება კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც იყო ჟორდანიას ახლო მეგობარი და თანამშრომელი ემიგრაციული მთავრობაში. მისი გარდაცვალების შემდეგ მისი ოჯახი პოულობს მის პირად არქივში წერილებს, რომლებიც ჟორდანია უწერდა მას 1930-იან და 50-იან წლებში. ეს წერილები არის განსაკუთრებით ღირებული ისტორიული დოკუმენტები, რადგან მათში ჟორდანია წერს უფრო გულწრფელად, ვიდრე თავის საჯარო სტატიებში. ერთ-ერთ წერილში, რომელიც დათარიღებულია 1929 წლით, ჟორდანია წერს, ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ჩვენ ვიბრძოლეთ არა რეალური პოლიტიკური ცვლილებისთვის, არამედ უბრალოდ იმისთვის, რომ შეგვენარჩუნებინა საკუთარი თავის პატივისცემა. ჩვენ ვერ შევძელით დაგვებრუნებინა საქართველო, მაგრამ მაინც შევძელით არ გავხდეთ ის ადამიანები, რომლებიც უბრალოდ დანებდნენ და დაივიწყებდნენ. ეს სიტყვები ასახავს ჟორდანიას ღრმა შინაგან ბრძოლას, ის ხვდებოდა, რომ მისი ბრძოლა იყო გარკვეული გაგებით, უაზრო პრაქტიკული თვალსაზრისით, მაგრამ ამავე დროს ის თვლიდა, რომ ეს ბრძოლა იყო აუცილებელი მორალური თვალსაზრისით. 1964 წელს საბჭოთა კავშირში ხრუშჩოვი ჩამოაგდეს ხელისუფლებიდან და მოდის ბრეჟნევი, რომელიც იწყებს სტაგნაციის პერიოდს. პარიზის ემიგრანტები ისმენენ ამ ამბებს და ხვდებიან, რომ გალღობის პერიოდი დასრულდა და საბჭოთა სისტემა კვლავ ხდება უფრო რეპრესიული. ეს ნიშნავს, რომ ყველა იმედი, რომელიც იყო ხრუშჩოვის რეფორმებთან დაკავშირებით, კვლავ ინგრევა. ემიგრანტები, რომლებიც ახლა უკვე ძალიან მოხუცებულნი არიან, გრძნობენ, რომ მათი დრო იწურება და ისინი არასოდეს დაინახავენ იმას, რისთვისაც ელოდნენ 43 წლის განმავლობაში. ერთ-ერთი მათგანი წერს წერილს თავის შვილს, რომელიც დაიბადა საფრანგეთში და ახლა ცხოვრობს ამერიკაში. ჩვენ ვიცხოვრეთ იმედით, რომელიც არასოდეს გამართლებულა და ახლა ვკვდებით იმ გრძნობით, რომ ჩვენი ცხოვრება იყო მარცხი. მაგრამ შენ უნდა იცოდე, რომ ჩვენ ვიბრძოდით იმისთვის, რაც სწორი იყო და ეს არის ერთადერთი, რაც აქვს მნიშვნელობა. ეს წერილი არის ემიგრაციის თაობის სულიერი ანდერძი მათი შვილებისთვის, აღიარება მარცხისა, მაგრამ ამავე დროს დაჟინება, რომ ეს მარცხი არ იყო უაზრო. 1965 წელს პარიზში ტარდება კონფერენცია საბჭოთა დისიდენტების შესახებ და ამ კონფერენციაზე მოწვეულია რამდენიმე ქართველი ემიგრანტი, რომ ისაუბრონ საქართველოს ისტორიაზე. ეს არის პირველი შემთხვევა 44 წლის განმავლობაში, როცა დასავლური აკადემიური საზოგადოება აჩვენებს ინტერესს საქართველოს მიმართ. ემიგრანტები, რომლებიც ლაპარაკობენ კონფერენციაზე,
ცდილობენ ახსნან, რომ საქართველო არ იყო უბრალოდ საბჭოთა კავშირის ნაწილი, არამედ ოდესღაც იყო დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელიც იძულებით იქნა ანექსირებული. მაგრამ აუდიტორია არის ძირითადად დაინტერესებული რუსეთის დისიდენტებით, არა საქართველოს ისტორიით. ეს გამოცდილება არის კიდევ ერთი შეხსენება იმისა, რომ საქართველო არის ძალიან მცირე და ძალიან შორეული, რომ დასავლეთს რეალურად აინტერესებდეს მისი ბედი. ემიგრანტები ბრუნდებიან სახლში დაღლილები და იმედგაცრუებულები, თუნდაც როცა მათ ეძლევათ შანსი ისაუბრონ, არავინ რეალურად არ უსმენს. 1966 წელს საფრანგეთში ხდება სტუდენტური აჯანყება და სოციალური არეულობა, რომელიც თითქმის ამოაგდებს დე გოლის მთავრობას. ქართველი ემიგრანტები ხედავენ ამ მოვლენებს და ფიქრობენ, თუ საფრანგეთში სტაბილურ დემოკრატიაში შეიძლება მოხდეს ასეთი რადიკალური პროტესტები. შეიძლება ოდესმე საბჭოთა კავშირშიც მოხდეს ასეთი პროტესტები. მაგრამ ისინი ასევე ხვდებიან განსხვავებას, საფრანგეთში პროტესტები არის ნაწილი დემოკრატიული პროცესისა, ხოლო საბჭოთა კავშირში ნებისმიერი პროტესტი ჩახშობილია ძალადობრივად. და მაინც ეს მოვლენები აფიქრებინებს მათ, რომ ისტორია არ არის სტატიკური, რომ ცვლილებები შეიძლება მოხდეს მაშინაც კი, როცა ისინი არ გამოიყურებიან შესაძლებლად. ეს ფიქრი აძლევს მათ პატარა იმედს, თუმცა ეს იმედი არის უფრო აბსტრაქტული, ვიდრე კონკრეტული. 1967 წელს პარიზის ქართული ემიგრაცია აღნიშნავს 46 წლის თავს 1921 წლის მარტის 21-დან. ღონისძიება ტარდება პატარა ეკლესიაში და დასწრებულია მხოლოდ 12 ადამიანი, ყველა მათგანი მოხუცი, ყველა მათგანი დაღლილი, ყველა მათგანი იცის, რომ ეს შეიძლება იყოს ბოლო ასეთი ღონისძიება, რადგან მათი რიცხვი ყოველწლიურად მცირდება. ისინი ლაპარაკობენ იმაზე, როგორი იყო ის დღე 46 წლის წინ, როცა ისინი ტოვებდნენ საქართველოს და ყველა მათგანი აღიარებს, რომ არასოდეს არ წარმოიდგენდა, რომ ემიგრაცია გაგრძელდებოდა ასე დიდ ხანს. ერთ-ერთი მათგანი ამბობს, ჩვენ ფიქრობდით, რომ ეს იქნებოდა რამდენიმე წელი, მაქსიმუმ 10 წელი. ახლა გავიდა 46 წელი და ჩვენ კვლავ აქ ვართ და საქართველო კვლავ არის საბჭოთა კავშირის ნაწილი. ჩვენ დავკარგეთ ჩვენი ცხოვრება ამ მოლოდინში. ეს სიტყვები არის მწარე აღსარება, რომელიც ასახავს მთელი ემიგრაციის ტრაგედიას. 1968 წელს საბჭოთა კავშირი იჭრება ჩეხოსლოვაკიაში და ახშობს პრაღის გაზაფხულს. პარიზის ემიგრანტები ხედავენ ამ მოვლენებს და გრძნობენ ღრმა სევდას, კიდევ ერთი მცდელობა რეფორმისა და ლიბერალიზაციისა საბჭოთა ბლოკში ჩახშობილია ძალადობრივად. ეს მოვლენა აფიქრებინებს მათ, რომ საბჭოთა სისტემა არ შეიცვლება შიგნიდან. რომ ის შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ გარეძალის ზემოქმედებით ან სრული კოლაფსით. მაგრამ არც ერთი ამ ვარიანტიდან არ გამოიყურება რეალისტურად, დასავლეთი არ აპირებს სამხედრო ჩარევას საბჭოთა კავშირში და საბჭოთა სისტემა გამოიყურება სტაბილური და ძლიერი. ემიგრანტები ხვდებიან, რომ მათი იმედები, რომ საბჭოთა კავშირი დაიშლება მათ სიცოცხლეში, თითქმის ნულოვანია. ეს გაგება არის განსაკუთრებით მძიმე, რადგან ის ნიშნავს, რომ ისინი მოკვდებიან ემიგრაციაში, ვერ დაინახავენ თავისუფალ საქართველოს. 1969 წელს პარიზში კვდება ბოლო ადამიანი, რომელიც იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრი. მისი გარდაცვალება არის სიმბოლური, ახლა აღარ არის ცოცხალი არც ერთი ადამიანი, რომელიც იყო პირდაპირ მონაწილე იმ მოვლენებში, რომლებიც მოხდა 1921 წელს. ყველა, ვინც რჩება, არიან ან ადამიანები, რომლებიც იყვნენ ბავშვები მაშინ, ან ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ ემიგრაციაში. ეს თაობრივი გადასვლა ნიშნავს, რომ ემიგრაცია კარგავს თავის ავთენტურობას, ახლა აღარ არის ადამიანები, რომლებსაც აქვთ პირდაპირი მოგონებები დამოუკიდებელი საქართველოს შესახებ, და ყველაფერი, რაც რჩება, არის მეორადი მოგონებები და ისტორიული დოკუმენტები. ეს ცვლილება აჩქარებს პროცესს, რომელიც უკვე მიმდინარეობს, ემიგრაციის გაქრობა როგორც პოლიტიკური და კულტურული ფენომენი. 1970 წელს საფრანგეთში კვდება დე გოლი და ეს არის დასასრული ერთი ეპოქისა. ქართველი ემიგრანტები, რომლებიც ცხოვრობდნენ საფრანგეთში დე გოლის ხელმძღვანელობის დროს, გრძნობენ, რომ ისინი კარგავენ კიდევ ერთ კავშირს იმ ეპოქასთან, როცა ისინი ჩამოვიდნენ საფრანგეთში. დე გოლი იყო ადამიანი, რომელიც იცნობდა ემიგრაციის გამოცდილებას, ის თავად იყო ემიგრაციაში მეორე მსოფლიო ომის დროს და ის ესმოდა, რას ნიშნავს იყო შორს სამშობლოსგან და იბრძოლა მისი თავისუფლებისთვის. ახლა, მისი გარდაცვალების შემდეგ, ემიგრანტები გრძნობენ, რომ ისინი კარგავენ ერთ-ერთ ბოლო პოლიტიკურ ფიგურას, რომელიც რეალურად ესმოდა მათი სიტუაცია. ახალი თაობა ფრანგი პოლიტიკოსებისა, რომლებიც მოდიან ხელისუფლებაში, აღარ აქვთ ეს გამოცდილება და აღარ აინტერესებთ ემიგრანტების ისტორიები. 1971 წელს პარიზის ქართული ემიგრაცია აღნიშნავს 58 წლის თავს ჟორდანიას გარდაცვალებიდან.
ღონისძიება ტარდება მის საფლავთან და დასწრებულია მხოლოდ 6 ადამიანი. ეს მცირე რიცხვი არის სიმბოლური. ჟორდანია თითქმის სრულიად დავიწყებულია, თუნდაც იმ ემიგრაციაში, რომლის ლიდერი ის იყო. მონაწილეები აყრიან ყვავილებს საფლავზე და დგანან ჩუმად, არავინ არ ლაპარაკობს, რადგან ყველაფერი, რაც უნდა ითქვას, უკვე ითქვა ბევრჯერ. ისინი უბრალოდ დგანან და ფიქრობენ იმაზე, რომ ჟორდანია იყო ადამიანი, რომელიც იბრძოდა იმისთვის, რაც არასოდეს მოხდა, და ახლა ის დაკრძალულია უცხო ქვეყანაში, შორს იმ ადამიანებისგან, რომლებისთვისაც ის იბრძოდა. ეს რეალობა არის განსაკუთრებით ტრაგიკული და მონაწილეები გრძნობენ, რომ ისინი თავად მალე იქნებიან იმავე მდგომარეობაში, მოკვდებიან ემიგრაციაში, დაკრძალულნი უცხო მიწაში, დავიწყებულნი მათი საკუთარი ხალხის მიერ. 1972 წელს საბჭოთა კავშირში იწყება ახალი რეპრესიების ტალღა დისიდენტების წინააღმდეგ. საქართველოდან მოდის ამბები, რომ ქართველი ინტელექტუალები, რომლებიც ცდილობენ ლაპარაკს ეროვნული იდენტობის შენარჩუნების შესახებ, აპატიმრებენ და აბრალებენ ანტისაბჭოურ საქმიანობას. პარიზის ემიგრანტები კითხულობენ ამ ამბებს და გრძნობენ უძლურებას, ისინი არაფერს ვერ აკეთებენ, რომ დაეხმარონ ამ ადამიანებს. ისინი წერენ წერილებს საერთაშორისო ორგანიზაციებს, ცდილობენ მოიპოვონ ყურადღება დასავლური პრესისგან, მაგრამ ეს მცდელობები თითქმის ყოველთვის რჩება უშედეგო. დასავლეთი არის დაინტერესებული რუსეთის დისიდენტებით, არა საქართველოს დისიდენტებით. რადგან რუსეთი არის დიდი და მნიშვნელოვანი, ხოლო საქართველო არის მცირე და უმნიშვნელო გეოპოლიტიკურ თვალსაზრისით. ეს რეალობა არის მწარე, მაგრამ ემიგრანტები იძულებულნი არიან მიიღონ ის. 1973 წელს პარიზში ხდება ბოლო შეხვედრა იმ ადამიანების, რომლებიც ოდესღაც იყვნენ ემიგრაციული მთავრობის წევრები ან მხარდამჭერები. ამ შეხვედრაზე დასწრებულია მხოლოდ 4 ადამიანი, ყველა მათგანი 80-ზე მეტი წლისა. ისინი ლაპარაკობენ იმაზე, რომ შეიძლება დროა ოფიციალურად გამოაცხადონ ემიგრაციული მთავრობის დაშლა, რადგან ის უკვე არ არსებობს რეალურად. მაგრამ ისინი ვერ იღებენ ამ გადაწყვეტილებას, როგორ შეიძლება გამოაცხადო რაღაცის დაშლა, რისთვისაც შენ იბრძოდი 52 წლის განმავლობაში? როგორ შეიძლება აღიარო, რომ ყველაფერი იყო უაზრო? ისინი წყვეტენ, რომ არ გამოაცხადონ ოფიციალური დაშლა, არამედ უბრალოდ გააგრძელონ არსებობა იმ ფორმით, რომელშიც ისინი არიან, როგორც ჩრდილი, როგორც მოგონება, როგორც სიმბოლო იმისა, რაც ოდესღაც იყო. ეს გადაწყვეტილება არის ტრაგიკული, მაგრამ ასევე ერთადერთი შესაძლებელი, რადგან ოფიციალური დაშლა იქნებოდა საბოლოო დანებება და ისინი არ არიან მზად ამისთვის. რატომ ჟორდანიას ემიგრაციული გამოცდილება რჩება აქტუალური დღესაც? რადგან ის წარმოადგენს უნივერსალურ ადამიანურ სიტუაციას, ადამიანს, რომელიც იბრძოდა იდეალებისთვის და დაკარგა ყველაფერი, მაგრამ არასოდეს არ დანებდა. მისი 32 წელი ემიგრაციაში არის ისტორია იმედისა და იმედგაცრუებისა, პრინციპულობისა და მსხვერპლისა ბრძოლისა, რომელიც გაგრძელდა მაშინაც კი, როცა ყველა რაციონალური არგუმენტი ამბობდა, რომ უნდა დანებებოდა. ჟორდანიას არჩევანი, დარჩენა ემიგრაციაში და უარი კომპრომისზე, შეიძლება ჩანდეს როგორც ტრაგიკული, მაგრამ ასევე როგორც ჰეროიკული, და მოკიდებულია თუ როგორ უყურებთ ისტორიას და ადამიანურ ბუნებას. მისი ცხოვრება დატოვა შეკითხვა, რომელსაც ყოველი თაობა უნდა უპასუხოს, რა ღირს პრინციპები. რამდენს ხარ მზად გაიღო მსხვერპლი იმისთვის, რაც სჯერა, და როგორ აგრძელებ ბრძოლას, როცა ყველაფერი ამბობს, რომ უნდა დანებდე? ჟორდანიას პასუხი იყო ნათელი, ის არასოდეს არ დანებდა, და ეს პასუხი რჩება როგორც მისი მემკვიდრეობა მომავალი თაობებისთვის.